მოგესალმებით მეგობრებო, ყველაზე ეპიკურ პოდკასტში, ყველაზე ეპიკურ სტუმრებთან ერთად, ანისთან და G2G-სთან. ჩვენ იქამდე გავაგრძელებთ ამ პოდკასტებს და მაფიას, სანამ მე არ ჩავანაცვლებ G2G-ს და ამ არხს არ დაეფრქვება ანანო თოთიაურის არხი. ვაუ! ამაზე რამე პრობლემა ხო არ გაქვთ თქვენ კონკრეტულად? კი, შენზე იძახია რომ მაფიაში ანანო წვეთს ვინ მოვიდეს, ვინ წავიდეს. რაც საშინელება და სრული გაკეთება გინდა. მე არაფერს არ წყვეტ მეგობრებო, თუ იმესთან კონტაქტი მაქვს, ინფლუენსერებს ვიცნობ ხოლმე და მაგიტო ვეკონტაქტები მე, თორე მე არაფერს, მე პატარა კაცი ვარ მაფიაში, მე არაფერს არ მაწყვეტინებენ, თორე და არც მე რომ მაწყვეტინებდნენ, უკვე სიცილიაზე ვიქნებოდით. არხსაც სახეს არ გადაუცურო. არა. ეს ხუმრობა იყო, ეხლა არ დამითხო ის გამო. კარგი. დაწყნა. მოდი გადააბარე ანანოს რაღაცეები. ძალიან მართლა ხო ძალიან ისეთი ქალია ჩემს თვალში, რომ აი ყველაფერს მოგიგვარებს რა საერთოდ მიუშვი და მოაგვარებს. იტალიური მაფია ჩემი მოგონილი. ვიღაც მირეკავს საიდან, კაცი როგორ მირეკავს ვერ ხვდები. იქნებ სპონსორია მიდი. ლევან კვარაცხელია მირეკავს. ლევან, აქ საიდან მომაგენი არ ვიცი, მაგრამ რამე თუ საჩქარო არ არის, მე დაგირეკავ. დახერა მაფიოზური იყო, არ დაგუძგლა, მე დაგუძგლა. თამაშზე რა? აი, იმენა გადაღებაზე ვარ ახლა. აუ ჯი, როგორი მაფიოზური ხო, აი ეს დაუტოვოთ რა ბიჭო. ანი, როგორ მოწონს G2G-ს ახალი თეთრი მაიკა და მე გადავალთ თემებზე რა? პირველ ადამიანს ძალიან გიხდება ხო, რომ სულ შავებში არ ხარ. ერთხელ შეიძლება რომ ფერადად ჩაიცვა. სიცილიურა? აი ეგ უნდა ვეთქვა, სიცილიაში გთხოვ, მინდა რომ ყვავილებიანი პერანგით და აი ესეთი დაწნული ის რო არის, ქუდებით წაიყვანო გადაცემა. შენ გავკეთე. კაი, მე თუ წამიყვანთ, მე ვიშოვი სპონსორს. რო შენ ჩაგაცვას და მე ვიქნები შენი დამსტაილერებელი. თუ როგორც არის. კარჩე, ეხლა უკვე შენი სტილისტი, ხედავ პოლში როგორ ჩაიწერება მხოლოდ ანი. ხო, ეგ მე მომანდე, ჩაცმა მომანდე მე. ჩაცმა დახურვა, ვისკი, სიგარა. ერთი ძალიან კაი სიგარა ვიცი და იმას დაგითრევ. ძვირებს, მაგრამ გიყიდი. წინაზე ნუცა იყო თოფურია რაღაც აჩუქა ამას. მეთქი მე რატო არ მაჩუქე შეიძლება. ხსავა, მე მიკეთი იყო. დავიბობდე. აი, არ ხუმრობს ზედაციცაა. გავხდები მეც გაჩუქებთ. ისე მიპი არ გამხდარა ეს ეს მაგრად ვაჭრობს. მაგარი მარკეტინგული მაფიოზია. და შენ ნამდვილი მაფიოზია. ჩვენი სტუმარი გახლავთ წესით ყველა მიცით, ამიტომ აღარ გამოვაცხადეთ, მაგრამ ქალბატონი ანი ლულაძე, რომელიც მაფიაში ერთ-ერთი ბრწყინვალე მაფიოზი იყო და მაფიოზის როლი შეჩა სახელად რა. ისე პატიოსნადაც გნახეთ ჩემო ანი, უკვე ეს გადაცემა და ეს პოდკასტი დაიდება თამაშის შემდეგ. ჩვენ დეტექტივის როლშიც გნახეთ უკვე, მაგრამ მაინც ჩემ თვალში მაფიოზი ხარ. ხო, რატო არ ვიცი სხვათა შორის. ალბათ ისე ვარ რა აქ რომ მოვდივარ ხოლმე სათამაშოდ, ძალიან ისეთი განწყობით მოვდივარ, შესაბამის ლუქს ვარჩევ, შესაბამის მუსიკას ვუსმენ და ძალიან ისეთი განწყობით მოვდივარ, რომ ვიცოდე რა როგორ რანაირად გავაკეთო რა. მე მიყვარს ყველა ადამიანი, ვისაც მაფია უყვარს რა. ავტომატურად და შენ რომ პატივცემ ამ ჩვენ პროექტს ძალიან ვაფასებ და განსაკუთრებულად მაგიტო მიყვარხარ ასევე და ძალიან გულები გაუსპამეთ ანის კომენტარებში. ხო და ნუ მოკლედ რა. ძალიან კაი გარემო რო არის, მეც ისე ვარ, კომფორტულად ვარ და მე თუ კომფორტულად ვარ, ეგ ყველაზე მაგარი რაღაც არის და მისწორდება რა ძალიან აქ მოსვლა, უბრალოდ ეგ არის, რომ თითქოს ძალიან როლში შევდივარ სანამ მოვდივარ. ძალიან სტრესული და ძალიან ემოციურიც იყავი, ხო? კი, ბოლოს ძალიან, ხო, მაგრამ რა მექნა? ანუ მე ძალიან მიყვარს ეგ. ეს მე ძალიან მიყვარს ადამიანები, ვისაც უნდა მოგება და სახე-სახელად აი, აბა რისთვის, ანუ მე ხო მაინტერესებს, რისთვის უნდა მოვდივარ? რისთვის მოვდივარ 3 საათზე და რისთვის ვიწყებთ ჩაწერას 7-ზიან 8-ზე? ანუ ამდენი ხანი რისთვის ვატარებ? სირცხვილია. ანუ მაგასაც რომ ხაზი გაუსვათ, ეხლა თან სანამ 3-ზე მიაქმოვალ, წარმოვიდგინე. საცობი, გამზადება, გაღვიძება თმა, მაკიაჟი მოიფიქრე რა ჩაიცვა. ანუ იმდენ მთელ დღეს ვხარჯავ იმისთვის რომ მოვიდე მე აქ და ვითამაშო, ხო? აბა რისთვის მოვდი? მაგიტო იყავი შოკირებული რომ მოვიდე წინაზე. კი, რა ანუ მართლა, ანუ იმენად სრემლები მქონდა. გარი რომ მეთქი ვიტირებ. რო გამომაგდეს. აი მართლა იმდენად მინდოდა რომ მართლა ჩემი მიზანი არის ეგ იდეაში რომ ვითამაშო კარგად, თუ ვერ მოვიგე ვითამაშო კარგად, მაგრამ კარგად თუ ვერ ვითამაშო მოვიგო მაინც. ხო, კარგი არის პირველ ღამეს რო აღარ მკვდება არავინ. აუცილებლად.
არა მეორე დღეს. ძალიან, მაგრამ აზრი აქვს მეორეზე მაინც კაკალი გაქვს, რომ ეხლა მოვკლავი თუ რაღაცა ეგრე. უფრო მეტი თამაში ჩართულობა გაქვს რა. ის ძალიან ბრუტალური იყო პირველი რამე. პირველი არა ხო. კარგია რომ ეგ-ეგრე გადაწიეთ, ჯობი არა. ეს მაშინ მართლა ეგრე დაგამშვიდა ჯენგომ, რომ ლანჩ 5-დან ჩამოვინდა და ის არათუ მეორე ღამეს მოკვდა, პირველივე ღამეს მოკვდა, თან დეტექტივი იყო. აი, შენ რო წარმოგიდგინე, ალბათ ყველას გვაგინებდი. ძალიან ცუდი ამინდი იყო. და თოვლი მოვიდა. გადაკეტილი იყო რიკოთი. სტორებს გვიგდებს რომ ბაბუ მოვდივარ და ეს წირო ისინი მანქანაზე რომ ისინი ფანტელები და რაღაცებს რომ წმენდავს რა და აი საშინელი სტორებს გვიგდებს რომ მუხლამდე თოვლია რაღაცა ჩამოვიდა ინტერვიუ ჩაწერა დაჯდა მოკლეს და წავიდა ბოლოში აღარ დავტოვე მეთქი ბოდიშიც მო და მანდ იყო ესეთი სიტუაცია რა ჩვენ ტურნირი ჩავატარეთ და გამარჯვებული მოვიწვიეთ რა მაფიოზები პირველ ღამეს კლავდნენ იმას და მეთქი არა თქო რა არ მოკლას თქო არ მაინტერესებს თქო ეხა გამომწერი მოვიწვიეთ ჩათვალე პროექტში რა და რავი ანუ კარგად ითამაშა ძალიან მაგარი ნოლოვანი წრე მქონდა სამივე მაფიოზს უტევდა და წესით ის უნდა მოეკლათ რა ესე მაგრადაც არ უნდა ითამაშა და ესეც არ უნდა შეეტიება იმას კლავდნენ არა მეთქი არ მოკლას არ შეიძლებოდა რომ არ ჩავნებოდი და ჯეკო მოკლეს უღარისი იყო თუ უკეთესი იყო არ ვიცი აუ ჩემსიც ქენი ხოლმე ეგრე რა შემდეგში ხა მომკლავენ არა არ მოკლათ ხო ეხა ვეცდები თუ რაღაცეები თავი რაღაც ვილაპარაკეთ იმასთან დაკავშირებით არა კარგი თამაში იყო ბოლო მე თამაში ძალიან მომეწონა მართლა კარგი იყო მაქსიმალურად ანუ რა არის ჩემი მიზანი ყოველთვის არის როცა მოვდივარ ყოველთვის სხვადასხვანაირად ვითამაშო აი ბოლოდ მაგალითად ეხლა რაც რო ვფიქრობ რა მაგ დარჩენილი ბოლო დარჩენილი მქონდა ეგ ემოციურობა მიხვდი ანუ აი ძალიან კეთილის როლის მოვირგე ძალიან შავის როლიც მოვირგე სერიულიც ვიყავი და ისე ვითამაშე ძალიან თუ რაღაცა ძალიან დაბნეულის როლიც ვითამაშე და ერთ-ერთი მქონდა ეგ რა რომ მეთქი ეხლა უნდა გამოვიდე წყობიდან თქო და ოღონდ ეხლა მართლა გამოყვე ძალით არ გამოსულა ხო არა ძალით არა მაგას ვამბობ რომ ხელოვნურად არ იყო მართლა ანუ გამოშტერებული ვიყავი რომ მეთქი რას მიკეთებთ მე ვზივარ აქ დეტექტივი და ვიცი რაც ხდება ხო და ემოციური არის ეგ როდესაც დეტექტივი იცი რა არის შენ იმდენად კარგად რაღაცა ემოციები დააფეიკე მაშინ იმდენად კარგად მოიგრგე ეს მსახიობის როლი რომ აი წინაზე ვეღარ დაგიჯერა ხალხმა მე ეხა მე ვიცოდი ისედაც რომ დეტექტივი იყავი რა თქმა უნდა მაგრამ პატიოსანი რო ყოფილიყავი მაინც მეცოდინებოდა იმდენად ბუნებრივი და ნერვები მოშლილი იყო კი ანუ აი მართლა აი მაშინ პირველად რო ვითამაშე აი ბასტო რო წყობიდან გამოვიდა ისიც ხო მაშინ დეტექტივი იყო აი მაგ თამაშზე გავუგე ბასტოს რო რატო გამოვიდა ესე წყობიდან და ეხლა მაგიტას ავატრიალებ რო დაიწყო და მე ესე ვარ ეს ბიჭი რასაკეთებს მაგრამ მაგის ადგილას ამოვყავი თავი და მივხვდი რა ხანო ეგრე სანამ არ გამოსდი ვერ მე მაგ მეშინოდა რომ არ ჩაშლილიყო ეხა ამასაც თუ გადაეკეტა მეთქი და აკეთა დავატრიალოს არა ხო ნუ არა გადაკეტვით არა გადაკეტვით არა მაგრამ აი ერთ მე ნერვს მიშლი და ძალიან ის რა ქვია საეჭო ბიჭო რატო ეგ თან ყველანაირ მიზეზი ხო შეიძლება რომ კონდეს რომ აი რატო მაშავებ ხო საჭო იყო რომ არ მომწოს მე შავებ ეხა თამაშს ხო ეხლა ბოლოს მე ან მართლა არანაირი საბუთი მტკიცებულება არ ქონდა იმის რომ მე ვიყავი შავი აი ეს უბრალოდ მე რო გამოვედი თამაშიდან მეთქი რა რატო მაშავებ აი ხო ხედავ რომ კაი ტიპი ვიყავი რა აი მაგ მიმიკების გამო სხვათა შორის მე სატესტოზე მითამაშია საეჭვოსთან ერთად მეც დეტექტივი ვიყავი და ლენკა გამეხსნა მეც ფეიქ დეტექტივად და მაშინ მეც საეჭვო მაშავებ და აი სრულიად უმიზეზოდ და მეც ლამის მაგიდა სანამ ამა არა მოვაყირავე და ყველა ნომერი არ მოვისროლე მანამდე ვერ დავაჯერე ვერავის რომ მე ვიყავი ამ თამაში מחარად ცდილობდა რომ რაღაცა იქნება ძალიან ისეთი ხდება რა ხო და იქ מחარა როცა პატიოსანია სხვათა შორის ძალიან ცდილობს რომ თავისი გუნდისთვის სასარგებლო იყოს და აი იმენა არ უნდოდა რომ შენ მაგიდაზე დარჩენილიყავი და სწორი თამაშიც არა სწორიც ეგრე იყო კი რა თქმა უნდა ეხა ბალანსის მხრივ მეც უნდა გავსულიყავი მაგრამ ანუ აი რავი ან მგონია რომ ძალიან სიღრმეში მიყვებოდა თამაში და იდეაში ეგეთი სიღრმეც არ იყო რა ეხა მე რო დეტექტივი ვიყავი კიდევ უფრო გადავამოწმე ხალხი უფრო ხვდებოდი რა სიტუაცია იყო ვიდრე მოქალაქე რო ხარ და ანუ არაფერი არ ეგეთი სიგიჟე არაფერი არ ხდებოდა ეგეთი არ ხდებოდა და ხო ერთი ეგ შევატყო რომ ეგ ეჭვი ქონდა მაგრამ რატომ მაშავებდა კიდევ ერთ გავიქ ხო ანუ ეხა შენთვის რატო იყო კატო მაფიოზი უეჭვენი
ეს იმდენად დეტექტივი იყო, რომ იმას აღარ დაუჯერე? არა, კატომ არა თქვა, გადამოწმება მეორე გადამოწმება რა ქონდა. ძალიან კარგი. იქნებ გამოუცდელია და მე რაბანას შევუტიე, სხვათა შორის, რომ 7-8-ზე არაფერი არ თქვით ხო რა. რაბანა არის იმდენად კარგი მოთამაშე, რომ 7-8-ის სიშავე მაგას აუცილებლად უნდა დაენახა 0 წრეზე. და რო არაფერი არ თქვა 7-8-ზე, ეგ ჩემს სიტყვაში შევუტიე კიდევაც, რომ მეთქი არ გეკადრება 7-8-ზე, იმიტომ რომ სულ ჩვენ პატიოს მე ხა იმ მომენტში პატიოსანი ვიყავი რა, აზრი არის ხო? 0 წრეზე მე მახსოვს რომ რაღაც თქვა. 7-8-ზე არაფერი არ ვთქვამს, მე შემიტიეს. არა, მეც მახსოვს არაფერი არ ვთქვამს, ანანო მე გაღნიშნა რომ რატო გადაახტი ვერ გავიგე. ხო, იქით მხარეს თუ გადაახტა და ანუ 7 საკმაოდ ნერვიულობდა. ძალიან მომეწონა რომ გაიხსნა კატოს ძალიან ყოჩა, მეორედ არის გოგო მოსული და ეგრევე ფეიკად გაიხსნა, იმიტომ რომ მაინც შეიძლება და გასულიყო ამ ნერვიულობის ფონზე, მაგრამ მე ნერვიულობა დააბრალა რომ მე დეტექტივი ვარ და მაგიტო ნერვიულობდი, ეგ ძალიან ჭკვიანური იყო რა. კი. ხო, ნინიკომს როგორც იდეაში ექნა რა. მე ვუთხარი კიდევაც რომ შეიძლება შენ იყო დეტექტივი, მაგრამ მე აღარ გაპატიებ რაღაცა შეცდომებს, იმიტომ რომ როცა ვაპატიე, წავაგე, ხო? ანუ ზოგადად ხა ჩვენ გინდა არ გინდა ვაკეთებთ შოუს რა. ასევე ხელს უწყობთ მაფიის პოპულარიზაციას რა. ეს არ არის სპორტული ტურნირი რა, იმ მაგალითად ვიღაცებმა შეიძლება თქვა რომ ზედმეტ ემოციებზე არის გაგდება რა, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ შოუს, ეს არის საჭირო მაფიის განვითარებისთვის და ესეთ რაღაცებს აქ მივესალმებთ. ეს არ არის არც ოსტარი, ეს არ არის არც ფინალი, არც რაღაც რა. ასე რომ პირიქით ესეთი რაღაცები არის, ესეთი რაღაცები უყვარს ხალხს. ხალხის უმრავლესობას, ხალხის 90%-ს რა. ის 10%, რომელსაც სიტყვაზე აი სპორტული ინტერესი აინტერესებს, სპორტული თამაში აინტერესებს და სპორტული კუთხე მაფიის, ეგ აქ არ უნდა იყოს რა, იმიტომ რომ ეს სხვა პროექტი არის და მასეთი პროექტებიც აუცილებლად იქნება და არის კიდეც რა. All Star-ში ხა მაგალითად ვცდილობთ რომ იქ რაღაც წესები დავიცვათ, ქულები დავწეროთ და ასე შემდეგ. ემოციურობაზე კომენტარი ეს არის ჩემი და ყველამ კარგად იცით რომ ეს ასეც უნდა იყოს რა. ზედმეტი რაღაცებიც არ უნდა იყოს, მაგრამ იქ რაც იყო, ეგ დასშვები არის და პირიქით All Star-იც ვერ იქნება ეგეთი სუპერ სპორტული ვერასდროს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაც YouTube-ზე იდება, არის entertainment-ი და როცა რაღაც მომენტში ამას გასართობად უყურებ და არა მარტო იმიტომ რომ შრალი თამაში იყოს, როგორც ძალიან სპორტული თამაშებია ხოლმე, აი სპორტულ თამაშებს ფულურ მაფიაში ვაკეთებთ, შეგიძლიათ მობრძანეთ, ტურნირები გვაქვს და აი აქ ვინც თამაშობს მართლა აქტიურად და ყოველდღე და დღეში სამჯერ სახეს გააძრობენ ნებისმიერ მოთამაშეს. დედას ვიცავარ საერთოდ რაღაცა თამაშობენ, ყველაფერს იცნობს ეს ხალხი რა. იმდენად მაგრად თამაშობენ, მაგრამ ეხლა როცა იუთუბერი მოდის და მართლა მაშინ თამაშობს მაფიას პირველად კი არა, მარტო მაშინ თამაშობს, როცა გადაცემაში, ეხლა კალას ძალიან ბევრჯერ ვთქვამს, რომ მე ამის იქით არ ვთამაშობ, გადაცემაში ვთამაშობ, ხო? და ანუ ეხლა ეგეთი დონის სპორტულობას ადამიანს ვერ მოთხოვ რა და არც არის სწორი. არც მაში, არც YouTube-ის მაფიაში, არც All Star-ში რა. ხო და გამომწერების ტურნირი მე ძალიან მინდა რომ გავაკეთო რა. თუმცა ეგ დამატებითი ხარჯები არის, დამატებითი სპონსორობა ჭირდება. დიდი პროექტია მაფია ისეთი ხარისხით რომ გააკეთო როგორც ეხლა კეთდება, ძალიან მთელი სპონსორების თანხები იხარჯება ხარჯში, გადაღება, მონტაჟი, ადამიანური რესურსი და ასე შემდეგ რა. ძალიან დიდი შრომა დგას ამ პროექტის უკან რა. შესაბამისად, იმედია რომ მაგ პროექტსაც გამოუჩნდება სპონსორი და თლიანად იქნება ცალკე გამომწერების ტურნირი და ტურნირი არა, ჯითუს უნდა რომ ტურნირი, პროექტი იყოს, როგორც All Star-ი იყო, ეხლა უნდა რომ გამომწერების All Star-ი იყოს რა. რაღაც ეგეთი, გამომწერების მაფია და სულ ყველა გამომწერი იყოს. და ის გამომწერებიც ანუ პროექტი ცალკე რა. რა, ბევრს ქონოთ სურვილი. მოდი ხა ვილაპარაკოთ შენს იუთუბერობაზე. თქვენ ხო აქ როგორც იუთუბერიანი ლოლაძე ბრძანდებით მოწეული. არის წოდით, დიახ. მაინტერესებს შენ თუ უყურებ ქართულ YouTube-ს? სულ. ვის უყურებ ხოლმე? ყველას. ყველას შენი საყვარელი იუთუბერები ჩამ. ანუ იუთუბერები როგორც პიროვნებები კი არა, როგორც კონტენტი რა, როგორი მოგწონს. კონტენტი. ატა როდის უყურებ? კაკო ძალიან გვიყვარს. ძალიან ვერთობი, კაკო არის უნიჭიერესი, იმიტომ რომ storytelling-ი ხო ძალიან მაგარი აქვს, კადრები ყოველთვის ძალიან კარგი აქვს. აი ეს რაღაც ჭრები აქვს ძალიან კაი, ანუ ძალიან კარგად არის ვიდეო აწყობილი, ანუ და რო ახმოვანებს, ანუ თან ძალიან ბევრ რაღაცას იჭერა, თან ძალიან კაი ტიპი არის, კეთილია. იმ დღესაც უყურებდი რაღაც ვიდეოს და
სადღაც ტრიპში იყო, ვიღაც ადამიანი გაიცნო, რომელსაც არასდროს არა დაბადების დღე. ნიშნავს თავის ო, დაბადების დღე და მას როგორ ანუ ზივარ და ვტირი ეს მომისრემლები. ვიდეო არ მოხსნა. აუ, ვიღაც ტიპს რენდომ ადამიანს გადაუხადა დაბადების დღე და ის ტიროდა და ნუ რაღაცა სწავლი. აუ, კაკოტო. აუ, კაკოტო. რა მაგარი ვიდეოა, თო. ამიდა ხალხს ნახავთ. ხო, ან ჩემთვის კაკო არის ტოპ. ბაბიც მაგჭრილში. მე მგონია რომ ანუ ბაბის წვლილი კაკოს არხში ძალიან დიდია. და სულ მაგას ამბობს სხვათა შორის კაკოც რომ ბაბი რო აკეთებს და ბაბი რო მოტივაციას. ეგ ეგრეა ჩემო კაკო რა. წარმატებული კაცის უკან. აბა, წარმატებული ქალი. ერთად გენან. მართლა. არა მართლა ეგრეა, ძალიან დიდი გავლენა აქვს. მეორე ნახევარს მაგ შემთხვევაში რა. ნუ უნდა იყოს შენი მოტივატორი, გითხრას რა არის კაი, გითხრას რა არის ცუდი და თუ არ დაეხმარეთ ერთმანეთს, აბა რა არის ხო ურთიერთობა ხო ეგ არის. ძალიან რთული მეგობრობა არის ყველაფერი რა. ალბათ შეყვარებული რო ყავს, რომელსაც შენი სფერო საერთოდ ფეხებზე კიდია, არ აინტერესებს და ის სტრესი საერთოდ არ ესმის, რასაც შენ გადიხარ, აი ვიდეოს ნახვები არა აქვს, რამდენი ვიმუშავე, ან სპონსორის ვიდეოს არა აქვს ნახვები და აი ამ სისულელეებზე რო ნერვიულობ. მე და ჩემი მეუღლე წინასწარ ვამბობთ ხოლმე რა, ეხა ამ ეპიზოდს ამდენი ონლაინი ექნება, რაღაც ამდენი უყურებს. მე ვეტყვი არა, ჩაწერი და მივახავ სახში და როგორი თამაში იყო, not bad ვეტყვი. და მე რაღაცა not bad. რეკორდებს ეს იყო not bad და მაგარი თამაშია და რაღაცა და მე შევთანხმდით ხოლმე, აბა რა ციფრებს დადებს ეს ეპიზოდი. ეს რეკორდებს მოხსნის რაღაცა. მე სულ მინიმალისტური ვარ ხოლმე რა. ხო, მეც ეგრე ვარ. სტიმული არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა. აი ზუსტად. და კარგია რომ შენი მეუღლეც ჩართულია მაგა ბავში და მხარს გიჭერს და რაღაც და აინტერესებს მიხდი. ანუ მე თუ გითხავ ინტერესი არის ყველაფერი რა. მე რო ხედავ ადამიანში რომ ამ ყველაფრის მიმართ ინტერესი აქვს, იმიტომ რომ მე ვაკეთებ, ხო? შეიძლება ესე არ აინტერესებს, მაგრამ ჩემ გამოინტერესდება, მე უკვე იქ შენი მეუღლე შეყარებული უნდა იყოს ნომერ პირველი ფანი შენი, აუცილებლად პირველი ლაიკი უნდა იყოს მისი. აი კი. არ არის ეგრე, მაგრამ თუ არ დაგილაიკა პირველი არ მილაიკებს პირველი, იმიტომ რომ საერთოდ არ სკროლავს, მაგრამ არა არ სკროლავ. მაგრამ თავი მე დაგილაიკოს. აი დეიდა, ნუ მე ძალიან кайს მყავს რა, სულ მილაიქები ხოლმე დეიდა ჩემი. ო და ცოცხლე. აი ყველაზე უინტერესო ვიდეოზეც იმას წერს. ოჩახდე ძალიან გავერთე. დეიდა ჩემი იმ მაფიას არ უყურებს, სადაც მე ვარ, ნერვიულობს და ეხლა იოანეს უყურებს ძალიან რა და ძალიან ერთობა იოანეს TikTok-ებზე და დეიდა ჩემი წერს რომ იოანე რა სასაცილოა. და მეთქი მაფიაში გვეყოლება თქო და ვარა კაია ვუყურებ და მეთქი ჩემსაც რატო არ უყურებ თქო რა და აი რა შენიო შენ ვერ უყურებ. და პოდკასტებს უყურებს და რომ ეხა ამასაც უყურებს ჩემ გამო და მე მომწერს რომ აუ ანი რა საყვარელი გოგყავდა მოკითხო დეიდა ჩემს მე უფრო ისეთი დეიდა არ მყავს ბიძა მყავს რომელსაც სოციალურ ქსელებში არ არის აქტიური მაგრამ როგორი არის რა ეს თაიგულებს რო აგზავნიან ხოლმე ესეთ დეიდა ყავს თუ არა ცალკე მწერს ხოლმე ფიდბექს რომ რა საყვარელი იყავი და როგორი და ჯითუ უყვარს ძალიან კიდე დეიდა ჩემს ძალიან უყვარს ხო რა გადავ ჩემ ოჯახს როგორ უყვარხარ იცი ვაფშე აქ ვინც მოდიან ჩემ ოჯახს ძალიან უყვარს ყველა მაფიაც ერთი ოჯახი არის რა ბიჭო კი იმიტომ რომ მე ცალკე ცოტა ნერვოს მიშლია ხოლმე რა მაგრამ რა ვქნა რა ბიჭო მეც ნუ მე რატო იცი ანუ აი მგონია რომ ვიღაცები რო არ მიცნობენ ეხა უმრავლესობა აქ ვინც დადის არ მიცნობს და საერთოდ არაფერს არ უყურებს ჩემსას და ოკეია ანუ არა მართლა ეგრე არის ხო მე ხო ვატყობ ტიპაჟურად რა და რო არ მიცნობენ ან მეღადავებიან ან ცოტა ვერ გაუგიეთ რა კონტაქტში უნდა შემოვიდნენ ჩემთან და მე ვარ ძალიან დაბნეული ამათ მიმართ რომ აი მე რო ვუყურებ და ვიცი დაახლოებით მონახაზი მაქვს ეს ადამიანები როგორები არიან ის არის რა, აი ძალიან გაორება მჭირს რომ ვერ გავიგე ხა ამ ადამიანს შეიძლება არ ვევასებოდე და ოკეია ვიღაცას არ მოვწონვარ, მაგრამ რადგან ერთ სივრცეში ვართ პატივისცემის საკითხია, მაგრამ აი ეგ მაბნევს ხოლმე ხანდახან რა რომ ან არ ვევასები ამ ხალხს, ან მეღადავებიან და ეხა ესე ვარ. მე მგონი, მე ესეთ რაღაცას მივხვდი რა. ადამიანებს კი არა, არ ვევასებით, უბრალოდ მგონი ყველა ინტროვერტია და ცოტა უჭერთ კომუნიკაციაში შემოსვლა რა. ვიღაცა რომ გიყურებს და ხმას არ გცემს, შეიძლება ადრე მეფიქრე რომ ამას არ ვევასები, მაგრამ მე თუ მკითხავ, ყველას ფეხებზე ვკიდი ვარ, უბრალოდ თავისი გასჭირვებიათ და კონტაქტში შემოსვლა უჭირთ რა. კი.
იმიტომ რომ ხა მე ვინც აი ოდნავ გამიღიმებს დედას ვიცავარ ეგრევე მეთქი რა მაგარია ეგრევე მიყვარდება ის ადამიანი ვინც ოდნავ კარგად ჩემო კონტაქტში რა არ არსებობს რომ სხვაებიც მე რომ ვიღაცას კარგად დაველაპარაკო ის რატო წავა და ჩემზე ცუცებს რატო ელაპარაკებს მე მაგის არ მჯერა თამაში და ეგ ემოციები პირადი ტიპი როგორია როგორი ხასიათები აქვს ეგ უნდა გამიჯნოს საერთოდ რა კი გამისული მაქვს მაგრამ ნახე რა არის ადამიანთან ერთად პირიქით რომ ვთამაშობ უფრო მომწონს უფრო ვახოლდებით მიხდი ერთმანეთთან მაგას გულისხმობ შეიძლება დაგეხმაროს მაგრამ უფრო ჩემი აზრით თამაშის კუთხით ვიძახი რა აი მაგალითად ანანო არის ესეთი ტიპი ანანო თამაშობს ხოლმე ესე რა მაგალითად ვუყურო ანანოს თამაშებს და გავაანალიზო როგორ თამაშობს ეგ მე მაქვს თამაშის დროს აბსოლუტურად გამიჯნული რა თამაშობ რობოტივით ამან ეს გადაამოწმა ეს მოწმდებოდა ოკეი ეს დეტექტივია იმან ის გადაამოწმა და ეს დახვდა ეს არ არის დეტექტივი რა ხვდები ანუ რაღაცა ალგორითმულად თამაშობ რა და არ მაინტერესებს ანანოზის შენზი ხარ თუ ვინზის რა თუ ვიღაცამ შეცდომა დაუშვა ვსო რა აქ ერთვება ხოლმე გამოცდილების გამოუცდელობის თემები რაღაცები ჩემზეც მოქმედებს ემოციები მაგრამ ვცდილობ ხოლმე რა რომ აი თუნდაც იქ ხან ბალანსი ვითამაშობ ძირითადად რაღაცეები ცოტა გავითვალისწინო მაგრამ აი პირადი ტიპები მაგიდაზე რომ შედან თან ისინი ციფრები არიან მოთამაშეები რა მეცი შოუში ხა ეს უფრო ასწორებს რა რომ პირადი რეალურ ცხოვრებაში ამბობდა მე მგონი რა თამაში შეგახება ხო რეალურ მე მინდოდა რომ დაემთავრებინა რომ ეგ მეთქვა ხო რომ თამაში და რეალობას ერთმანეთში საერთოდ არ ვურევ იმიტომ რომ მე მაგალითად ისე მიყვარს ზოგადად თამაშები რომ შემიძლია ძალიან კარგად მოვიტყო მაგრამ ამ დროს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ტყუილი მესისღება აი ვერ ვიტან აი პატარა ტყუილები მესვის აი დააგვიანე სადღაც პატარა მოიტყუე რაღაცის თქმა არ შეგიძლია პატარა მოიტყუე ეგეთი ტყუილები ოკეია და გჭირდება მაგრამ ყველაზე მეტად მიზიზღება ეგეთი ადამიანები მასკარო აქვთ დაფარებული სახეზე და ვერ გაიგებ რას და როგორ გეუბნება ანუ ვერ კონტაქტობ ეგეთ ადამიანებთან მიხვდი და თამაშს და რეალობას არ ვურევ ერთმანეთში მაგრამ აი რაც თქვი ხა აი რეალობაში მე თუ ვკითხავ ყველაზე კომფორტული საკონტაქტო ადამიანი არის გიგი on the road გიგი მყავს ორჯერ ნანახი იდეაში YouTube-საც ძალიან ეთყობა რომ ძალიან საყვარელი და ისეთი ბიჭი არის მაგრამ ლაივში რატო თამაშის დროს დეტექტივი იყო ის მე ექიმი რა და არა შემდგა გადაგამოწმო და მეთქი მე არ გადამომწოთა და გაგაგდები მეთქი პირველად მყავს მოყვალილი თამაშს გადაცემაში და მე ვთამაშობდი იმასთან ერთად ხა მე არ გადავარჩინე და მოკლა მაფია და მაგის გამო მოყავს ახლა ყველა გადაცემაში რომ ბოდიშებს უხდის კაი მაშინ ესეთ კითხვას დაგისვამ რა ვისაც უყურებ ხოლმე ხა ბევრს ხო უყურებ YouTube-ზე ზუსტად ისეთი ტიპაჟები ვინ არიან როგორც თავიანთ ვიდეოებში YouTuber-ები. აი ვინ არ თამაშობს ყველაზე მეტად? გიგი არ თამაშობს. გიგი ძალიან ეგეთია. ბიჭო, ეხლა რომ იდეაში ძალიან ბევრს არც ვიცნობ სიმართლე რომ გითხრან ერთხელ მყავს ნანახი და ეგრე კარგად ვერ ვიტყვი, მაგრამ რავი, გიგიც იგივეა, საეჭოც იგივეა. გონია რომ კალაც ეგეთია, კალაც ერთხელ მყავს თუ ორჯერ ნანახი თამაში და თავის გადაცემაში რომ ვიყავი სოსოს არ ვიცნობ პირადად, მაგრამ გონია რომ სოსოს ეგეთია, ხო გონია რომ ეგეთია, როგორც სოსო პირადად ბევრად უფრო საყვარელია. კაკოც იგივეა, ბაბიც იგივეა, ბაბიც ძალიან საყვარელი გოგოა. რავი, ანუ ეხლა ვიზეც ვფიქრობ, ყველა იგივეა, ანუ არავის არ ვამბობ, მაგის სხვანაირი ტიპები არიან. იმიტომ რომ დიდად არ თამაშობენ რა. აი, რაღაცა Instagram-ზე და TikTok-ზე უფრო გიწევს რაღაცა ესთეტიკის შეცვლა და უფრო სილამაზე და ეს წამოწევა და YouTube-ზე შეგიძლია რომ აი დანგრეულ სახლში იჯდე და გადაიღო და იკაიფო რა. და თან როგორ ასწორებს მაფია რომ აქ ბევრი ერთად ხდება ერთმანეთს რა. კი, ძალიან მაგარია. და რაღაცა სიტყვაზე შეიძლება დაძაბულობაც ნაკლები მოხდეს იმის მერე რა. ეხლა მაფია რო ერთად გავხთ ნათამაშები. იმის გამო რაღაცა გეწყინოს. მე მიწევ პირადში აი შეჩემა რა მოგივიდა რატო თქვი ერთი და მაშინ რომ ნაკლებად გეწყინო. რომელ YouTube გადაცემებში ხარ ნამყოფი? ბევრში ხარ და რომ მაშინ შენი ფავორიტები გითხარ top 3. აი რაშიც გაგისწორდა მისვლა. მაფია? ნუ რა თქმა უნდა, გადავა მაფია ჩემი საყვარელია. კაი, მაფია იყოს პირველი. მეორე იყოს ფუ პოდკასტი, იმიტომ რომ აი ძალიან გავერთე კავასთან და მახარასთან, აი ძალიან. იმიტომ რომ ხალხს რატო გონია, ვერ გავიგე რა, მე და მახარა ვიჩხუბე და რაღაც დაძაბული ურთიერთობა ვქართ, საერთოდ არ არის ეგრე, უბრალოდ კარგად დავყევით ხმურობაში ერთმანეთს. არ გვიჩხუბია ხალხო. მეორე ეგ და მესამე
ეხლა ვიყავი რუსკასთან. რუსკასთანაც ძალიან კარგი იყო, მაგრამ ხმაური იყო ხო ერთი ეგარი, რომ არ მესმის კარგად მისი საუბარი და ვერ ვაწყობ ნორმალურ დიალოგს რა, ერთი ეგარი. ალბათ ვარდოსანიძე. ვარდოსანიძეს ძალიან კაი პოდკასტია. კი რა, იზი ხარ. მიდის და მიდის რა. კი, და სხვათა შორის ვარდოსანიძის პოდკასტი იყო ერთადერთი პოდკასტი, სადაც ჩემ მიმართ და მარტო ვიყავი. ერთი ნეგატიური კომენტარიც კი არ დაიწერა. ხო და არა, ის კი არა რომ წაშალა, ძალიან კარგი community ყავს და ძალიან სწორად გიყურებენ ეს ხალხი რა და ძალიან მომწონს ეგ, იმიტომ რომ სადღაც მივდივარ, გინდა იქ პოდკასტში, აუ ეს გოგო და ანუ აი მართლა ვერ ხვდები რა, რატო მოდის ამ ხელა ჰეიტი რა. დავანახოთ ეხლა. ეხლა მაფიის community და დაუნტკიცოთ მე ჯერა რომ მაფიის community ძალიან კარგები არის, ყოველ შემთხვევაში ამ პოდკასტის community ხო არ ვიცი მე რა არის და მაგიტო ჯერ ვერაფერს ვერ ვამბობდა. მესამე სტუმარი. ხო და ეგ არის რა, რომ ძალიან კარგი community ყავს ვარდოსანიძეს და მად მგონია რომ ხალხმა სხვანაირად დამინახა, მაგრამ აი ამ ყველაფერს დიდი მაგრამ აქვს ის, რომ რაღაც მონაკვეთი ამომიჭრეს და დამიდეს TikTok-ზე და TikTok-ზე ხო როგორ გადამიარეს იცი? ეგ უნდა მეკითხა. შენ თუ კითხულობ კომენტარებს და გწყინს თუ არა? ძალიან წეს. მეც ვიტყვი რომ მაგრამ წეს და ვიღაცებს პასუხობ კიდეც რა. მე მგონია აი დედას რომ მაგინებ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აი რა გონია რას გეტყვი? მე მგონია რომ არის მეორე ლოყას შეუშვერ ანი. მე? როგორ? კი, მართლა. კინის ლედი მგონია. ანუ მართლა ეგ. და არაფერი არ წვის. შენ გეგონა ანიზე? მე? ხო. გონია რომ არ წვის, არა, მაგრამ არ წვის რა. აი ნახე. არ წვის ბრაზდები. ინფლუენსერი ხარ იმდენად მაგარი. რომ ვადობ. არა, არ მკიდია. სინამდვილეში არის ეგ რომ არ მკიდია. რატო უნდა გეკიდოს? რომ პროფესიონალიზმი არ არის პროფესიონალიზმი. რომ კიდია ნიშნავს რომ არც კარგი გაინტერესებს, არც ცუდი, აი მე ესე ვფიქრობ რა. ანუ მაშინ კარგსაც აზრი აქვს დაკარგული, რომ გაინტერესებს, რომ ცუდად ვიღაცა ფიქრობს შენზე, მგონია რომ გაინტერესებს ხალხის აზრი. გინდა რომ ხალხს უყვარდე და უცებ არ უყვარხარ და წqins, იმიტომ რომ ესე კი ვერ გაგიცნეს, ვერ დაგინახეს და თუ ფეხებზე გკიდია, მაშინ კარგიც გკიდია და ცუდიც გკიდია. მე რა მგონია, იცი? ეგ არის ღილაკი, რომელსაც შენში თიშავ. როცა ადამიანი ნეგატიურ კომენტარს გიწერს, შენ გჭირდება ძალიან დიდი დრო, რომ ეს ყველაფერი გადახარშო და მიხვიდე იმ კონდიციამდე, რომ ეს ყველაფერი გახდეს შენთვის ნორმა. ეს ყველაფერი შენთვის ნორმა რო ხდება, მერე ქუჩაში ვიღაც დასაცველი რო გაგიხდება, შენ რეაქცია არ გექნება. იმიტომ რომ შენთვის არის ყველაფერი ნორმა. ამიტომ მგონია რომ არ უნდა გათიშო ეგ რაღაც შენში, უნდა იქ იმ დონემდე უნდა მიიყვანო, რომ ან ძალიან კაი ტიპი გაიჩითო და უბრალოდ დაიგნორო, იმის და მიხედოთ რომ შეიძლება შენთვის სენსიტიური იყოს ეს ყველაფერი, ან დაიგნორო, ან ძალიან კარგი იუმორის გრძნობა უნდა გქონდეს, რომ პასუხი გაცე რა. მართლა, ანუ ეგრე მგონია, ვიღაცებს პასუხს ვცემ, ვიღაცებს ხვდები, რომ აზრი არა აქვს ვაფშე, რა არ უნდა ელაპარაკო, არიან კლავიატურის ვირთხები და ის ადამიანი ვერაფერს ვერ მიაღწევს ცხოვრებაში და ანუ ვიცი რომ აზრი აქვს და ვამთავრებ, ან მესამე ჩატში გადავდივარ და იქ ველაპარაკებ, რომ შენ ხო არ უბერავ. გამიკეთ, ანუ რა ვქნა, ნახე, აი ადამიანი, აი 13 წლის ბიჭი. რა გინდა გოგო 13 წლის ბიჭს უნდა მოსხოვო? მე ხო არ ვიცი ხა ის რა არის, მაგრამ რომ მგონია დაახლოებით ხო ეთყობა ტექსტს რა ასაკის ადამიანი დაწერს რა. ან არის 13 წლის ბიჭი, რომელიც ეხლა სწავლობს ცხოვრებას, ან არის რაღაც 35 წლის წარუმატებელი ადამიანი, რომელსაც არც ნორმალური მეგობრები არ ყავს, ძალიან სამწუხარო, კარგ პონჩი არ ვიცი ხმა, უბრალოდ ძალიან სამწუხარო არ გაუმართლა, ეგრეთ ცხოვრებაში და გააბოროტა ცხოვრებამ. და ვერ ხვდება რამდენად არ არის მისაღები ის, რომ ადამიანის წითელ ხაზებს გადაცდე და თუნდაც თუნდაც ან ის რომ აი მართლა ცხოვრებაში არ დამიწერი არავისთვის ესეთი კომენტარი, ფუ რას გავს, ფუ რანაირად ლაპარაკობს, ფუ ეს უინტელექტო, აუ ის, აუ ეს, არაზროს თუ კომენტარს წერ ძალიან კარგ კომენტარს, რომ აუ რა კარგად იღადავა, აუ რა ლამაზია, აუ გიждდებიან, მიხდი, რატო უნდა გამოაფქვიო ნეგატივი, ყველას გვაქვს ნეგატივი ხალხთა ცხოვრებაში, ყოველ წამს არის ნეგატივი. რატო მიდიხართ მაქეთ? და მე იმიტომ წერ იმ ადამიანს თუ ვიღაცამ აი ძალიან გადამიკეტა რო აი მეთქი შენ დაგერხა ჩაჩი რომ ან ვიღაცა მოდეს ღაც ჭკუა უნდა ასწავლოს მე თუ არ მივწერ ამ ადამიანსაც ჭკუას არ ვასწავლი
ეს ადამიანი ქუჩაში რომ გაივლის და ვიღაც კაცს რომ მაგას ეტყვის და ის კაცი რომ შემოარტყავს მერე სახეში, ძალიან ეწყინება. და ჯობია რომ ჩემგან და აი ვეგონო ვიღაცა დებილი უინტელექტო გოგო და რაღაცა პატარა მაგალითი მივცე ცხოვრებაში რომ ან ქალს ესე არ უნდა დაელაპარაკო, ან ადამიანს რომელსაც არ იცნობ, ესეთ შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, ჯობია რომ ჩემგან ცოტა პატარა ლაკა დარჩეს, ვიდრე რომ გაიზრდება და რომ გაივლის ქუჩაში და ვიღაცა კაცი სახეში შემოარტყოს. მე მაქვს ერთი კითხვა მაშინ. შენ ალბათ რამდენიმე ადამიანისთვის მიგიწერია. ბოლოს კარგად დაშლილ ხარ? უთქვამს არა, სუბლუკავ. იმიტომ რომ არ არის ეგ ნახე. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ არ არის ეგ სეგმენტი, ისეთი სეგმენტი, რომ მოგისმინოს. აბა, მაშინ რა აზრია? ძირითადად ეგ სეგმენტი არიან გოგოები. გოგოებზე. კი, ნახე, გოგოს თუ დაუწერე ჩემთვის ცუდი კომენტარი და მე ამ ადამიანთან განვიხილე, ან ცუდი რაღაცა აქვს ჩემთვის მოწერილი და მე პასუხობ და იმას დავიწყდა რა, რო აქვს მოწერილი, მწერს, აუ, ანი ბოდიში მიყვარხარ და რაღაცეები. და ვანებებ თავს. მაგრამ თუ ბიჭები არიან, ბიჭან აზრი არ აქვს, მიხვდი? იმიტომ რომ კაი ტიპი შენ მაგას არ მოგწერს. ხო, რა თქმა უნდა. ის უეჭველი ცუდი ტიპია და ამ ადამიანს უნდა მიუგდო პასუხი და გამოეცალო, ან უნდა შეყვერა და აი მე თუ შევყევი, მორჩა გავგავ. მე მგონია რომ ადამიანებმა სხვების აყოლა იციან და შეიძლება სულ არაპირებდა ის ცუდის დაწერას, მაგრამ სხვებმა რახან დაწერეს, შეიძლება აყვა რა. შეიძლება აყვა, ან ყურადღების მიქცევა უნდა, მიხვდი, ეგეც არის. თუ ყურადღების მიქცევა უნდა, საბოლოო ჯამში, ნუ გაუბრაზდები, გასაგებია გასაბრაზებელია. გაგინებს ახლა გასაბრაზებელია. გასაბრაზ, მაგრამ ყურადღების მიქცევა სხვანაირად შეიძლება. ესეთი ჩატი ამომიგდო რა შემთხვევით რა. ჯითუჯი, გიორგი, რაღაც წერ, შენ დედა შევიცი. გიორგი. არა, გიორგი მიყვარხარ, შენ დედა შევიცი. აი, რატო? მე რაღაცა და მე რო გავხსნი რაღაც გავხარდა. ეს და ვერ ხვდება რა. ეგ ვერ ხვდება. ვერა, ეგ უხარიათ, რატო? აი მაგაცი არ უნდა გაბრაზდე. არა ბიჭო, არ უნდა გაბრაზე ერთია მაგრამ მე გავულანძღივარ. მე ნახე, აი ჩვენ ზუსტად ჩვენ ვართ ის ადამიანები, თუ არ დავჯექით და ამ ხალხს არ ვუთხარით, რომ ეგეთი რაღაცები არ გააკეთო. გაატარებს სხვას და უწერს, და ვიღაცა ერთი ახალ ინფლუენსერს, იუთუბერს, ეგ ისე მოხდება გულზე, როგორც მე თავისუფლად მოხდა, რომ ვაფშე გააჩეროს ყველაფერი და რატო? შეგიძლია რომ უბრალოდ მოუწოდო ხალხს იმისკენ, რომ ცუდი არ დაწერო, დაწერე პოზიტიური. ან თუ გაქვს ნეგატიური აზრი, არაფერი არ დაწერო ხალხს, ანუ იმას კი რომ პოზიტიურად უნდა იფიქროთ. არ დაწერო, დიდად დაწერა, იყარე ჯაური და მე წაშლა. ნეგატიური ფიდბექის მიცემა არის ყველაზე რთული თემა რა. რაღაცა რო არ მოგწონს და ისე უთხრა რომ ეს გამოასწოროს და არ ეწყინოს. ეს არის რაღაცა. აი ეს არის ხელოვნება. კი, მეც ვეკრები. ეს ყველას კი 1%-იც არ შეუძლია ადამიანებს. მეც არ შემიძლია. არ შეუძლია, ჯითუჯი არის მაგარი კახელი, ისეთი პირდაპირია, პირდაპირ იტყვის, რომ ეს რა უბა გააკეთეთ და ანუ წარმოიდგინე ჩვენმა დიზაინერმა რაღაცა პოსტი გააკეთა, იწვალა და ჯითუ წერს დაჟე კომენტარში დაწერა, რომ ეს რა უბაო და ძალიან ეწყინენ ჩვენ დიზაინერს და მე რახანვე, ოღონდ ჩვენი ბავშვები და ჩვენი სტაფი რატოღაც არასდროს არ ამბობს, რომ რაღაცა ჯითუჯისგან ეწყინათ რა და მე არ ვმალავ ხოლმე, რომ ვიღაცებისგან რაღაცები მწყინს და მე ჩემთან ლაპარაკის დროს ჯითუჯი დაეჩვია, რომ ძალიან ბევრი სიტყვას იყენებს, რომ მე რაღაცა არ მეწყინოს. აქამდე თუ მეტყოდა, რომ ეს რა დებილობა გააკეთე, ეხა მეტყვის. ანანო მე ვაფასებ შენ შრომას და პატივცემ, მაგრამ აი სხვანაირად რო გაგეკეთე და გახევ კაცვას და დიპლომატიური საუბარი. ძალიან საჭირო არა, მე ვასწავლე ჯითუს ეგეთი დიპლომატიური მე პირდაპირ ადამიანი ვარ, მაგრამ დიპლომატიის საზღვარში. მე თქვენთან ვარ მეგობრული და თქვენი ეს ჩემი პირველი ემოცია რომ აი ფურა ეს რა კლეობა, ეგ უნდა დაიჭიროთ რა. დიდი მადლობა გია. ანუ ვიჭერთ გულში გრჩება. მე თუ მაგაზე დავწერე რომ აი ცით ეს ჩემი კონსტრუქციული კრიტიკა და აი ეს ყური რო ასე ჩას, კარგი იქნებოდა რომ ზეანათებდეს. ესე თუ დავწერ, დაგვეკარგება ძალიან ბევრი დრო, თან თქვენ ჩემგან არ უნდა გეწყინოთ არაფერი რა. იმიტომ რომ მე არ მწევს. აუ არა, всё, ამან ეგრე დაიწყო. всё, ეხლა აღარ წერს ეგეთ რაღაცეებს რა. ეხლა ითვალისწინებს რომ ვიღაცა შეიძლება იმის მიუხედავად რომ ძალიან მიყვარს, მაინც გულზე მოხვდეს რა. სამაგეროდ მესიჯები. ბიჭო, შენგან მომხვდება გულზე, აბა ვიღაცა რენდომისგან რატომ მომხვდება? მესიჯები გვეწერება დიდით რომ ეკარგება მაგაში. კიდევ აღარ გესმით ჩემი და 1000 პრობლემები გვაქვს რა ეხლა. ძალიან იმაში ეს არის. ხო, ანუ მეგობართანაც რა, ანუ ეხ მაგალითად ნუცა რაღაცას დადებს და
არ მომეწონა მაგალითად და მე ვიცი, ანუ იმიტომ რომ ნუცამ არ იცის ამ რაღაც შესახებ და მე ვიცი და ვიცი რა არის უკეთესი, მე მიწერია რომ კაი ნუცეს რა არის და რაღაცეები და სიცილები მიხდი, ანუ თან ხუმრობაში ვეუბნები, თან დიპლომატიაში ის რომ უკეთესად შეუძლია რომ გააკეთოს და მე ვიცი რომ შეუძლია, აქვს პოტენციალი და გააკეთებს. და მე თვითონაც ახლა გამახსენდა, ჩემ ძალიან ახლო მეგობრებთან მეც ძალიან უხეში ვარ რა. ჩემ რაღაცა დებილე AI generated videos ჩამიგდებს ხოლმე ჩემი დაქალი 20 ცალს და მეთქი აი იმ დებილობას ნუღა მიგზავნი, ბოლოს ვეთყვი ხოლმე. აი თუ კონსტრუქცია დაუწყერო მეთქი, აბა დაფიქრდი რას, ანუ არა. მაგრამ აი როცა ადამიანები გიყვარს კიდე ხო, მაგრამ უცხოსთან ხო რა, სისულელეა, სიგიჟეების დაწერა რა. რომელ გადაცემაში მიხვიდოდი, სადაც არ ყოფილხარ რა? სად გაგისწორდებოდა? არა, ყველგან არ ვარ. რომელ გადაცემაში მისვლა გაგისწორდებოდა, სადაც არ ყოფილხარ? სადაც არ ყოფილხარ? ლაშა გელაშვილთან არ ყოფილხარ? არა, მაგას ბევრი აქვს. ის მიმდინარეობა, რასაც ახლა მე ვუყურებ. მე ვიყავი ბოლოში და პირველი გავა. უნდა იბლეფაო. ბლეფი. ბლეფში არ ყოფილხარ? არ ყოფილვარ და ძალიან მოწონს ეგ თამაში. აო. კიდე სად არ ვარ? აი თან ვიხსენებ, თან ვერ ვიხსენებ, არ ვიცი. გადაცემა კიდე. ჰანგრიმენთან ყოფილხარ? კი. არა, იქ ლიფტ იმაზე იყავი, შენ ესკალატორზე რო ადიოდი. მანდაც ვიყავი და იქამდეც ვიყავი ოთხგოგოროვის ხედით. შეჯიბრი გქონდა. კიდე სად ვყოფილვარ? აუ იქნება რაღაცები, არა, კარგად ახლა არ მახსოვს. არა, იქნება ხოლმე. სპორტი გიყვარს? სპორტი? გაჩნიერა? ფეხბურთი. არა. ისე რა. შენი აზრით, მაფიას რო საუნდტრეკი, ანუ მაფიის საუნდტრეკზე რა მუსიკას გააკეთებდი, რომ აი აქ თუ გაგვიკეთებდი რა მოძრაობა ექნებოდა მაფიის საუნდტრეკს. ეხლა ჩაგირთავ და წაიცეკვე. თუ ბოლოში დავამთავრეთ მაგის და მანამდე იფიქრე. კაი, მე აი ჯითუს რატო ხარ დისკომფორტში? ხო, ჯითუს ვაცეკვებ და მე და ჯითუ ვიზა. ხო, არა, მე მაფიის საუნდტრეკზე მინდა წაიცეკვე. არა, მაფიის საუნდტრეკზე. მე ვიცი რომ ძალიან მკაცრი ხარ, როგორც მე შევესწარი ლოლა ასწავლი და ნუცას ცეკვას 1 საათი ასწავლი და სანამ იდეალურად არ გადაიღო. ძალიან მკაცრი მასწავლებელი ყოფილხარ. მართლა, აი რამდენადაც ისეთი მლაღი და ისეთი ტიპი ვარ, რეპეტიციის ჩატარების დროს, ესე რომ ვთქვა, ძალიან მკაცრი მასწავლებელი, მაგრამ ძალიან არა, ანუ როგორ ტიპი ვარ, იცი? ვიცი საზღვარი, სადამდე შეუძლია მოსწავლეს მოვიდეს და ვიცი დასჯის მეთოდიც, არა ისეთი მე როგორც ვიძნე სკოლაში, სხვანაირი დასჯის მეთოდი, არა, სხვანაირი დასჯის მეთოდი, ისეთი რომ აი უნდა დაანახო მოსწავლეს, რომ შენ ეს გეწყინა. კი არ გაუბრაზდი, გეწყინა, რომ იმ წითელ ხაზებს გადაცდა და ეს არ უნდა ეკადრებინა და თავიდან მე ბავშვები რომ მოდიან ჩემთან, პირველ რიგში ვასწავლი დისციპლინას. ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე როცა ეკვის მასწავლებლები მყავდნენ, ყველა მახსოვს როგორი იყო, ყველა მახსოვს როგორი ტიპაჟი იყო და მაშინ იყვნენ ჩემხელები. მართლა? ქართულზე? ქართულს დადიოდი? და კონცერტებზეც გამოდიოდი. ოჩა. აკაია. ქართულის სოლო არ მიცემია არასდროს კონცერტზე. მინდა შენ პრაიმს მე უარი მითხრეს, დედაჩემო მიმიყვანა ქართულ ცეკვაზე და უარი მითხრეს, იმიტომ რომ არ გავს ქართველსო და ვერაზრს ვერ დადგება სოლოშიო. რა სიძახი? ხო. ეს რა სისულელეა? რა თვიდა, კაცო, ისე კარგად ცეკვავ ახლა ჰიპ-ჰოპს. ხო, მაგრამ არ უნდოდი? ანუ ბავშვს რო უარს ეუნები, შენ ქართველს არ გავხარო? ხო, ნუ სოლოში ვერ დავაყენე. და გინდოდა სოლოში ცეკვა. არ ვიცი, მაგრამ ანუ ის თემა იყო ალბათ, რომ პოტენციალი რომ მქონოდა, რომ მე ხო არ ვიცი ქართულს როგორ იცეკვავდი, მაგრამ პოტენციალი რომ მქონოდა, ვერ დამაყენებდნენ სოლოში, იმიტომ რომ არ ვგავარ ქართულს. ხო, აშკარა ძალიან ისეთი რა, ხო, შავტუხა და აი წარბები და თვალები და რაღაც რა. ხო. ვერა ხევსურები არიციან როგორ გამოიყურებიან ცისფერი თვალები და ქერათმა რო აქვთ? ხო, მაგრამ აი მე მართლა გეუბნები, მაღაზიაში რომ შევდივარ. მართლა? ინგლისურად მელაპარაკება ხალხი. არ მართლა ვერ ხვდები რომ ვერ წარმოუდგენიათ რომ ქართველი ესეთი ლამაზი ცისფერ თვალები შეიძლება იყოს ანი არა მაგრამ იმდენად ბევრი სისხლი მაქვს შერეული რომ მისის რა პროზა იყო ხო მართლა გაიგე მეც ბავშვობაში ქერათმე მქონდა შენ ბავშვობაში ძალიან ლამაზი ნიჭიერი და წარმატებული იყავი ხო და ავი ის გამახსენდა ხო თქვი და იქ წინა გადაცემაში ბოლოთა რო ყავდათ მადლობა რომ მაქეთ ნახე
TikTok-ზე რო ამოჭერით ის. მადლობთ. შაგურემელი ერთი გოგოები ვერ მოწონს. გავიგე, ხო ჩემი, აი ხო მე ჩემი ხალხი type-ი ვერ არის. მიხდა იდეაში, ხო ანუ ბოლოსას დააჭერს. ვიღაცა შეიძლება. ანი როგორ არ არის? ანუ ვიღაც შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს ობიექტურად, მაგრამ შენ შენი ტიპაში არ type-ი არის. ჩდებოდეს აი ზუსტად, ხო, მესმის. რამე რო არის ფიქრობ რა. ხო, შეიძლება. აი, ხო, შეიძლება. ბოლოსას უცხოს რომ მე ვარ შაგურემელი მომწონს თუ რაღაცა. მაგრამ თან ისიც არ გამოვიდე, ანუ რაღაც მომენტში კომპლიმენტის თქმაც ცოტა უხერხული გახდა რა. კაცებისგან ალბათ უფრო რა, ვიდრე ქალებისგან, ხო და შეიძლება თავის დაიზღვია მაგით რომ არაფერი არ იფიქრო. ხო არა, მე მივხვდი ახლა ზოგადად ბოლოთა რო იტყოდა რა, რატოც იტყოდა და მე არ მივიღებდი საერთოდ ისე, მაგრამ ალბათ ხო შეიძლება ერთ-ერთი პარკეტი იყო რომ თავის დაცვის მიზნით რომ ლამაზია მაგრამ ჩემი ტაიპი არ არის მაგრამ ხო შეიძლება თქვა ზოგადად ადამიანზე აღნიშნო რომ ლამაზი ადამიანია და რა ვიცი კაი მაგ გიგიზე როგორც აღნიშნე რომ ძალიან ის არის კომუნიკაბელური და კაი ტიპია და ეგრევე შემოწ კომუნიკაცია გიგიზე რა ვთქვი გიგი კომუნიკაბელურია უბრალოდ თქვა სიმპათიურია არა ზოგადად ვამბობ რა ანუ ეხლა რადგან გიგი ვახსენე შეიძლება ხალხმა ძალიან ჩააჭიროს მაგრამ რატო ანუ ხო შეიძლება რომ ადამიანმა აღნიშნო ადამიანს რაღაცა კარგი რაღაც შიფები ძალიან რა გვინდა ეს დრამა ხო არა აი მე რომ დაიტანჯობთ თავი მე მიყვარს კომპლიმენტები ძალიან ბევრ ადამიანს ან ვუწერ ან ვეუბნები და ძალიან აქტიური კონტენტ კრეატორი ვარ რა ბევრს ვუწერ კომენტარს და კომპლიმენტიც დამინდა შენ ვიცი რომ გიჭირს მე მიყვარს რა ცუდია გამოუშვებ რეალურ ცხოვრებაში რომ მithქვამს აი ბიჭები ხო ამბობენ ხოლმე გოგოები არ გვეუბნებიან კომპლიმენტებს რა რამდენჯერაც თუ მithქვამს მე ყოველთვის ესე ვამართლებ ხოლმე რომ აი მე მხატვარი ვარ და ჩემთვის ახლა სილამაზე რაღაცა ისეთია რა უფრო ჩემთვის არ არსებობს რომ აი სუბიექტურად ძალიან მომწოხარ და რაღაც არა შეიძლება მართლა ლამაზი იყო და მე ეს აღვნიშნო ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე და მე ვამბობ ხოლმე ახლა ბოლოთან ხო თქვა ჩემი ტაიპი არის მე ვამბობ ხოლმე რომ აი მე მხატვრის თვალი მაგდა აი ეგრე გეუბნები კომპლიმენტს რომ რაღაცა არ იფიქრო ზედმეტი ხო თავდაცვითი მე აი თუნდაც ახლა რაც აღნიშნე რომ აი გოგოები არ გეუბნებიან კომპლიმენტებს რომ მიხვიდე ბიჭსა და კომპლიმენტი უთხრა ზუსტად ვიცი იმას იფიქრებს რომ მოგეწონა რა გაჩნევი სიტყვი ალბათ რა თქმა უნდა მაგრამ მაშინ ეგეთი ფიქრები უნდა ამოვიდონ ჯერ ბიჭებმა რომ ან მე საერთოდ არ მიტყდება ზოგადად ადამიანისთვის კომპლიმენტის თქმა ქუჩაში რომ ვიღაცა შემთხვევას და ძალიან ლამაზი იყოს ან ძალიან კარგად ეცვას და აი ძალიან რაღაც ძალიან კარგ აურას ასხივებს მივალ და ვეთქვი რომ რა კაი ტიპი მე მგონია რომ ბიჭებმა ერთმანეთის კომპლიმენტები უნდა დაიწყონ აი ბიჭებმა აი ზუსტად ჯერ ბიჭებმა უნდა დაიწყონ ეხა ალექსანდრა პაიჭაძემაც გადაიღო რა აი ქუჩაში რომ ლამაზი გოგო დგას და ვიღაც ბიჭი მოდის უცებ ხერს ჩაკიდებს და მე ერთად მიდიან. ხო. TikTok ვიდეო არ გაქვთ რაღაცა? ეგ ვიდეოები მე ვასება. ან პროსტა ვარდ საჩუქებს და წავა ეს. ეგ ვეგნანაში ვარდ საჩუქებს, ხო. და მე რა ხდება? და რა? პროსტა მთავრდება მან. და რა გეოსება მან? აი ეგ მე ვასება. რო გაახარეს რენდომად ადამიანი. რომანტიკა. არის რომანტიკა. სერიალებს უყურებ კიდე ჩვენ ჯიტუ და რომანტიკებს. უყურებ თურქულ სერიალებს? არა, თურქულ სერიალებს ვერ უყურებ. გამიხარდა თუ ვიღაც შემიანი ვნახე თქო. არა, სერიალებს უყურებ საერთოდ, მაგრამ მე უნდა მეკითხა შენთან რა, ამას მიყვება. შენ დადეს თორი თუ პრობლემა რა გაქვს, ამას ვიტყვი რომ რაღაცა ეხაო არ მიყვარს რომ მაკიაჟის გარეშე სიარულიო, არ მომწონს ჩემი თავიო რა. გემოვნება არ გაქვს, მაგრამ კაი. ხო და აი ეს ძალიან კაი გემოვნება მაქვს. რაღაცა ძალიან კარგი გემოვნება. ჩემი თავი არ მომწონს და ეხა ლოლოს გაუსპამეთ. ხო და ანუ ეს რატო დაგჩენა, რატო მაკიაჟის გარეშე არ მოგწონს შენი თავი და ასე შემდეგ. რატო და ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ. კრიტიკოსი. ყოველთვის ვითხოვ მაქსიმუმს. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, აი რაღაცა მაგალითად ვიცეკვე, მომეწონა, მაგრამ არა, უკეთ შემეწონა. ყველაფერში ეგრე ვარ და ძალიან კარგი არის რა ეგ ზოგადად, რომ ჩემი თავისგან მეტი და მეტი მინდა, რომ უფრო წინ წავიდე და უფრო განვითარდე. მაგრამ ამ ყველაფრის, ხო, ბალანსიც ვისწავლე ის, რომ ვიცი სად ვარ კარგი და უნდა ვუთხრა ჩემ თავს, რომ ანი კარგი ხარ. და შენ ეს დაიმსახურე სხვა თუ არ გეუბნება, შენ უთხარი ობიექტურად შეხედე შენ თავს და უთხარი შენ თავს, რომ ანი კარგი ხარ შენ ამაში და საღო და დაიმახსოვრე ეს, მაგრამ არის რაღაცები, რომელშიც არ ხარ კარგი. და მე ცოტა ეგეთი ტიპი ვარ, რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი, მაგრამ მე უნდა ვიყო. აი ეგ ცოტა ეგ ამბიცია მაქვს, რომ მინდა რომ ვიყო, არ არსებობს ეგეთი ადამიანი, მაგრამ მინდა რომ ვიყო. არ ვიცი, სიმართლე რომ. იქნება აი შეიძლება წარმატებას მიაღწია პატარა ასაკში და რო გაკრიტიკებდნენ და რაღაცა მე წამოვიდო რომ შენი თავის მიმართაც კრიტიკული გახდი რომ სხვებს დაუმტკიცო რომ მე მაგარი ვარ. რა თქმა უნდა, ეგეც არის ის რომ აი ამ ფილმებში და სერიალებში მაგიტო რომ ძალიან კაი გემოვნება მაქვს.
ვიცი ვინ არის ლამაზი, ვიცი ვინ არის სიმპათიური, ვიცი ვინ არის გემოვნებიანი, ვიცი ვის როგორი ნაკვთები აქვს, ვინ არის კამერასთან ძალიან მაგარი და აი რო ვუყურებ ამ უცხოელებს, სერიალებს, ფილმებს, ფოტოებს, იმდენად ვიღაცები ვინც ძალიან მომწონს, იმდენად ლამაზები არიან, დახვეწილები არიან, უმაკიაჟოთ მაკიაჟით. აი რაღაც იდეალური მეტყველების უნარი, მიმიკები, რომ ხო არ იჩნდებიან, მაგრამ იმდენად მინიმალურად უსმევენ კონკრეტულ მომენტებში, რომ გონია რომ არაფერი არ უსვია რა. რომ აი ამათ შემხედვარე, რომ წევარ ღამის 2 საათზე აი ესეთი თმით და ესე ვუყურებ სერიალს, უცებ თასაკე მაქვს რა ვიქთან. გავხედავ ჩემ თავს და ანი რას გავხარ. აი ეგ მაქვს. ხარ შენი თავის მიმართ. სარკეში იყურები და ამოწევ. და ესე ვარ რა მეთქი ანი რას გავხარ. და მართლა ეგრე ვარ და უმაკიაჟოდ იმდენად არ მომწონს ჩემი თავი, რომ ძალიან ცუდი რაღაც. ზოგადად, რომ ეგ აზრი მაქვს. არ აქვს მნიშვნელობა მე ლამაზი ადამიანი ვარ, არ ვარ თუ არ ვარ, არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ყველამ უნდა შეიყვაროს ისეთი თავი, როგორებიც არიან, იმიტომ რომ ვერ შეცვლი. მე ვარ ესეთი, ვერ შეცვლი, ხო? რა უნდა ვქნა? ვერ მივიდა. ამიტომ სხვა გზა, ანუ ზოგადად ვამბობ რა, მინდა რომ გრძელი წამწამები მქონდეს, გრძელი ფეხები მქონდეს და მაღალი ვიყო. ვერ შევცვლი ამ ყველაფერს. უნდა შევიყვარო ჩემი თავი ისეთი როგორიც ვარ. მორჩა. ვცდილობ რომ შევიყვარო. მაგ გზაზე ხარ. კარგ გზაზე კი, მე სხვათა შორის ხალხისგან წამომივიდა ეს ხო ძალიან ის, რომ აი დაბალი, მოკლე ფეხები, რა ვქნა ხალხო ტორსი მაქვს, გრძელი, აი რა გავაკეთო, ანუ რა ჩემი ბრალია, მამა ჩემი არის 1.80 და მამა ჩემი არის 1.74 და ჩემი არის 1.75. მე გავჩდი 1.69. რა გავაკეთო? 69 ხარ? კი. 1.69-იანი გოგოები მაღლები არიან. კი, თან ერთი კვირის წინ გავიზომე და ვიცი რომ 1.69. რა პრობლემაა? არ ვიცი, რატო იცი, მე მაქვს ტორსი გრძელი და ფეხი არ მაქვს, აი ზოგადად ხო არის ადამიანის აგებულება ისეთი, რომ ცოტა მოკლე უნდა ქონდეს და ფეხი უფრო ზევიდან ეწყებოდეს. მე არ მაქვს, ეს მაქვს გრძელი და ფეხი შედარებით მოკლე. აქედან გამომდინარე, უფრო დაბალი ჩან ვარ, ჩემი პარამეტრებიდან გამომდინარე, ზუსტად ჩემს სიმაღლე გოგო რო დამიყენო გვერდზე, არის მართლა ეგრეა. რატო გონია ხა მე გიხსნით, რატო გონია ხალხს რომ მე ვარ ძალიან დაბალი. მნიშვნელოვანია ძალიან. კი, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა გაიგოს, რომ არც ეგეთი დაბალი არ ვარ. ზუსტად ჩემი სიმაღლე, ჩემი პარამეტრების გოგო რო გვერდზე დამიყენო და მე ვიცნობ ესეთ გოგოს. უბრალოდ აქვს მოკლე ტორსი და ფეხი ეწყება აქედან კი არა აქედან. და უფრო გრძელი ფეხი უჩანს. ის უფრო მაღალი ჩანს. და ეს იმიტომ რომ ფეხი აქვს გრძელი. მოკლე ფეხი გაქვს, მინდა გიწერა ეს მაინტერესებს. აუ, ძალიან ბევრი მიწერს. და დღემდე ძალიან ბევრი მიწერს. ეს გოგო ნახტომში 1.60-იც არ იქნება და 1.50 და ლოტოს კოჩი და გავიგე. ლოტოს კოჩი ჯერ ერთი. რეალურად აი მაგ ყველას ძალიან ევასები რა. აი, შენ ის დაიწერე, მე დავუთა რომ. არ მინდა რომ ეგ ვიფიქრო, არ მინდა. ეგ რო ვიფიქრო, მე ჩემ ტვინში დაიწყება ამბიციები და არ ვარ ეგ ადამიანი და ეგრევე უბლოკავ რა მაგსაკეთს. არ მინდა რომ ეგრე. აი უბრალოდ ვარ იქ რომ არ ვარ კაი და მორჩა. ხარ რომელიც ხალხს ძალიან უყვარს რა. კი, ეგეც არის. ხო, მართლა რა. ნახე, მე ძალიან მინდოდა ხო რაღაცას ვიტყვი. შენ ყველაზე ნაკლებად უნდა გადარდებდეს ეგ კომენტარებში ჩემი. აი მე ეხლა ძალიან კაი. ეს თუ გარეგნობაზე ნე. ეხლა მე მაქვს ძალიან კაი გეგმები, რასაც ჯერ ვერ ვამბობ. და ეგ არ ვერ ვიტყვი. ეგ გეგმა თუ გამოვიდა, აი რო ჩაგაგდებინებთ ყველას ერთად ხმას მე. მუხლები. გავლამაზდები. ოპერაციას რომ ვიკე ერთ კვირაში რომ ესე აი ცოტა ხანი მაცადეთ. თუ გამოვიდა ეგ საკითხი თუ გამოვა, მე წავა. რას გულს? საქმე ძალიან წინ და წინ. ხო, თავი ეგ არის რომ გამოვიდეს რა. მე გარეგნობას არ ეხება, თორე მაგრამ არ ეხება, ხო? ხო, არა. შეცვლას, გარეგნობის შეცვლას არ ეხება. კი, დავწნევთ. ხო, ძალიან კარგი ამბავია რა. და ეგ თუ გამოვიდა, აუ მე განახებს თქვენ მინდა არის ლოტოს კოჭი. ნახე, მე რაღაცა ვერ ვამბობ. ამიტომ კეთილი თვალები გამოვიდით, ხო, რომ გამოვიდეს ეგ საკითხი. წელი რა არის? ლოტო ხო იცით? ეხლა მივხვდი რა. პატარა მრგვალი მე კოჭები. ნარდისის მეგონა. განსაყურებელია. რა კამათელია. რა მე ვიტყვი რაღაცას თუ შეიძლება რა მეგობრებო კარგებს რომ მიწერდნენ ხოლმე მოკლე კარგებს მიწერდნენ რომ რა საყვარელი ხარ მიყვარხარ მომწონ ხარ მოკლე წინანდებს ვინც თუთ მიწერდნენ ხოლმე ძალიან გრძელ აბზაცებს მიწერდნენ და უფრო ნერვებს მითხრიდა აი ის ფაქტი რომ ანანო კარგი ხარ უფრო მოკლეა და გამარტივად გავიწყდება ვიღაცა რომ გრძელ ცუდ აბზაცს დაგიწევს მომახსოვრდებოდა და ძალიან მინდოდა ხოლმე რომ ცუდისთვის პასუხი გამეცა რა მაგრამ მე გამომივიდა ისე თითქოს ამათ მიმართ ვინც კარგი დამიწერეს და ჩემზე დრო დახარჯეს ვარ ძალიან ესეთი
როგორ თქვა, უმადური რა. და ამიტომ ცუდებს აღარ პასუხობდი და ყველა კარგს ვალაიქებდი და ცუს უბრალოდ გამოვტოვებდი. ხა კითხულობდი, მაგრამ გამოვტოვებდი რა და ან ნეგატივზე ამ ხელა ყურადღების გამახვილება საბოლოო ჯამში ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ის გვავიწყდება, რაც დარწმუნებული ვარ, რომ 100-დან 80 კარგი წე და შეიძლება ის 20 პროსტა გამახსოვდეს რა. ეგრე ტვინი არის, ეგრე მოწყობილი ძალიან ძალიან საკუთარ. ბევრი კომენტარები იყო და მე მიხარობდა რა და ჩამოვუკავი და ყველა დავაგულე რა. და ზოგი გვაგინებს. ჯერ ძვაგასი მეუბნე ვარ მონაწილე რომ როსაკითებ შეიძლება მე მაგინებენ და შენ უგულე. წარმოიდგინე. ხო, ნუ ეგ მაგაზეც სამუშაო, მაგ ფეთუ ვკითხავ რა. სამუშაო გაქვს სერიოზულად. ის რომ ჯერ ჩემი თავი შევიყვარო როგორც საჭიროა ისე და მეორე ის რომ ის ხალხი მადლობა ის ხალხი უფრო დავაფასო, ვინც კარგ კომენტარს მიწერს, ვიდრე ცუდს რა. მაგრამ რა არის იცი სასაცილო? ძალიან ბევრმა მომწერა, რომ აი რა კაი ხარ და პროსტა აი ფიზიკურად ვერ გავეცი ყველას ერთად პასუხი, მაგრამ დავსქრენე და დავდე, რომ ყველა ვნახე, ყველა მესიჯი, მაგრამ ერთი აი მინიმუმ 60 ადამიანს აქ მაინც გთხოვ 60 ადამიანს რომ დავჯდე და თან ის ხوار მადლობას ხوار მიწევ, წაიკითხო, გაიაზრო რაც წერს, რომ შესაბამის პასუხი და ძალიან რთულია. ამიტომ დავდე სკრინინგი და დავწერე, რომ მეთქი ყველა SMS-ი ვნახე და ეხლაც ყოველ წამს მოვდის მესიჯები და ყველაფერს ვნახულობ და ძალიან მადლიერი ვარ და ყველას კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ ესე გამამხნევეთ რა და დარწმუნებული ვარ რომ ამ პოდკასტის მერე კიდევ უფრო შევყვარდები ხალხს, იმიტომ რომ როცა შენი თავი ხარ, იცი როგორი რაღაც არის, აი სხვასთან რომ მიდიხარ და იმ სხვას ეკაიფები, აი მაგალითად ფუ პოდკასტში ვიღაცებმა რომ რაღაცები ვერ გაიგეს რა. აი მე ვიყავი ჰიტასთან გადაცემაში და ჰიტა ძალიან მიყვარს, ჩემი მეგობარია, რატომი მიყვარნა თუ ჩემი მეგობარი არ არის, ხო? მაგრამ ეს ხალხს ავიწყდება რომ შენ მეგობრებს ეპატიჟები რა პირველ რიგში და მე უცხოებს. ხო და შენ მეგობართან შეიძლება შუტკა კონდეს გახსნილი, შეიძლება ყველაფერზე დავებოდეთ ერთმანეთს, ხალხს ავიწყდება ეს, რომ ის პირველ რიგში მეგობრები ხართ. ჩემ მეგობრებს ეგრე ძალიან ვაბულინგებ და ისინი მე ვაბულინგებენ და ეს რომ ვიღაცამ დაინახოს, შეიძლება ჩათვალო, რომ ვაიმე ანანოს რა ცუდად ეკცევინ და სინამდვილეში იმას ძალიან უყვარვარ და მაგიტომ იბედავს მაგნეს და ეხლა ვიღაცა უცხო მაგას არ გამიბედავს თქვენობით მელაპარაკებიან რა. ეს შეიძლება ავიწყდება ხოლმე მაყურებელს, რომ ჩვენ რო ერთმანეთში ესე კარგად ვარ და შეიძლება ზედმეტად შავი უმორით მე შენ პასუხი გაგცე, ვიღაცამ თქვოს რომ დაგაბულინგე და ხო, აი ზუსტად. მეგობრები ვართ რა. სამ ადამიანს ვისაც ჯერ არ მიუღია მონაწილეობა. შენი მეგობარი, ვინ? კი, აუცილებლად. მაგდა ივანიშვილი. ვინ არის? მაგდა ივანიშვილი, მომღერალი. არ ვიცი იცით თუ არ ვოისი მოიგო. ძალიან წარმატებული და უკარგეს და უნიჭიერესი არტისტია მაგდა. თუმცა მომღერლებში ხავს. აი, ხო, მაგდა არის ერთ-ერთი. კიდე მოვიწევდი თაკო კაკალაშვილს, თაკო კაკალაშვილიც არის მომღერალი და ძალიან უყვარს ესეთი რაღაცები და სულ მაგასაუბროს, რომ მეც მინდა და არის ხალხ, ნუ უგიჟესი გოგო, აი მართლა როგორი ტიპი იცი, რო შემოდის, ოთახში ანათებს. და ისეთია, ძალიან კომუნიკაბელური ტიპი არის, სულ გაცინებს და ის დარწმუნებული ვარ, რომ იცით რომ მე უფრო მეტი ადამიანი ვიცი სოციალურ ქსელებში ვიდრე იმანი. მართლა? არავინ არ იცი. თაკო კაკალაშვილი დაიმახსოვრა, არ არის ინფლუენსერი და ასე შემდეგ, მაგრამ არის ძალიან წარმატებული მომღერალი თაკოც. და მოვიწევდი ირაკლი ფიფიას თუ იცნობთ, ირაკლი ფიფიაც არის მოცეკვავე. ხო, ირაკლი შენ შეგიძლია ცეკვის პროექტის ერთ-ერთი მოცეკვავე იყო. ირაკლი საკმაოდ ცნობილი მოცეკვავე. ტყუპებს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ტყუპებს ვიცი რომ არ უნდათ მოსვლა რა. ანუ არა ძალიან მაგარი იქნებოდა. აუ, გადავცა, ორივე რომ ერთად წარმოიდგინე რა დაიმართება ხალხო. შენ გეცოდინე მე მოდის შოუ ვერსაჩე იყო, არ მახსოვს, სუტყუპები რო გამოიყვანეს ორ-ორად. აღარ მახსოვს. ერთ-ერთი ჩვენება იყო, მოდი სუტყუპები გამოდიოდნენ რა და წარმოიდგინე მაფიაში სუტყუპები რო იქნებიან. ძალიან მაგარი თამაშია. ჩვენი წინა სეზონში ჩავატარეთ უნივერსიტეტების ჩემპიონატი რა. ერთი ეპიზოდი მიუძღვენით სრულიად მაგას რა. სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ერთ-ერთი იყო ქეთი პირველი რა. რომელს იყო მონაწილეობა. და შემდეგ უკვე ამ სეზონს ანუ დავიწყებდით რაღაცა ერთ დღეს უთხარი რომ მეთქი გამოიარე ჩვენთან გვესტუმრეთ ხო რა. დავპატიჟე. და მეთქი ვისთან ერთადაც გინდა მოდი მეთქი ისიც დავატიჟებულია მეთქი გამოიარეთ ხო რა. ხო და კაიო ჩემდას ვეტყვიო რა. და რამხელა ანუ მეთქი იმედია პატარა არ არის მეთქი რა. ეხლა რა ვიცი სტუდენტი იყო და არაო ჩემხელაო. რაღაცა იქითკენ მიდის ბოლოს აღმოჩნდა ტყუპები არიან რა.
ძალიან საყვარლობა. იო, და მეთქი ხო არ გადაო და მე კიდე ერთად გვინდოდა თამაში ძალიან წყვილების მაფია და წყვილების მაფიაში შენ შეყვარებულსაც მოგიაზრებდით რა. ხო. მაგრამ მე შეიძლება დასწყვეტნა ოჯახების დანგრევის თავი არ აქვს. არა, მე თვითონაც ძალიან ხშირად გვითამაშია მაფია და იცის როგორი მკაცრი ვარ რა მაგ საკითხში. მეგობრებთან ერთად რომ ვზივარ და თამაშობ. ხა 1-2 მაქვს დათამაშები ხშირად და აქ რო ვთამაშობ, ბიჭუნი აქ ვითამაშო და საკაიფოდ ვიდრე აი წადი და გააჩუმე ხა 10 კაცი ხო ყველა არ თამაშობს თან ამ წესებით მე აქ როგორი წესებითაც ვთამაშობ და რო გვითამაშია და რო იცის როგორი მკაცრი ვარ აი ეგეთ რაღაცეებში როგორც არის წესი ისე ვითამაშოთ ან არ მინდა თამაში და მეც ეგრე ვარ სხვა ძალიან ნერვები მეშვა. აი ნუცას რო გაუჭედე რომ თუ არ გინდოდა რას თამაშობდიო აი ზუსტად ეგრე ვარ რა თუ არ გინდა არ ითამაშო ვინმე ხო არ გაძალე მე თუ არ მინდა ხახნო აი არ არსებობს რაღაც გამაკეთებელი თუ არ მინდა მეც ეგრე ვარ და ვერ ვიტან ეს რაღაცები გააკეთე 1 საათი რო წესებს ახსნა აი მე რამე სხვა ვითამაშოთ შეიძლება მოდი აქ რაღაცას ვიტყვი რა ნახე ადამიანები გვინდა რომ მოვიდნენ ჩვენ პროექტში რა და თამაში მეორე პლანზე არის ძალიან ხშირად რა სამეგობროში თამაში ვიგულისხმეთ სამეგობროში თამაში თუ მაგალითად აქ მოდიან ხოლმე ცოლ-ქმარი თამაშობენ რა რამდენიმე არის მე დაშლები მინია რა და ეგ საერთოდ არ აქვს 0%-ზე. არა, ეგრე არის, ახლა ნახე, რაღაც სამაგიდო თამაში არის, ნუც მაშინ რო ამბობდა გახსოვთ, ჩემ ძმასთან ერთად და მის მეგობრებთან ერთად თამაშობ ხოლმე რაღაც სამაგიდო თამაშს. ამ სამეგობროში მეც ვარ და ჩემი შეყვარებულიც და ამ თამაში არის ესეთი ავალონი ქვია, ერთად თამაშობთ ხოლმე, 12 კაცი ვიკრიბებით თუ 11 და ძალიან მაგრად თამაშობთ. და თან ისეთი თამაში ან გაი ტიპი ხარ, ან ცუდი ტიპი ხარ და ანუ ვიდა თოკა მიმდენად გაიცენ გავაიასნეთ ქართულად არ ვიცი როგორ თქვა. ეგ საკითხი რომ თამაშია ეს ყველაფერი და არა კაცო რა პრობლემაა ერთმანეთის წინააღმდეგაც ყოფილვარ და ისე მომიტყუებია რომ რა მე ჩემი მეგობრებს მოტყუება მწხვენია. აი გადაცემაში ხო ყველა შეყვარებულები არ ცოლ-ქმარი რო დაპატიჟო რა და პირველად თამაშობდნენ და პირველად იღებდნენ მონაწილეობას ცოტა რთული არის რა. ცოტა რთულია კი. მე ვგაკეთე, მე ყოველთვის წყვილები გააკეთე ძალიან მაგარია და ძალიან მინდა. იქნებ მოვიყვანო ეს ბიჭი, ხო? რატო არა? არ გვინდა. გვინდა წყვილების მეგობრებო რა ვფიქრობ წყვილების მაფიაზე და ვიწყვილები დავპატიჟო. იქნებ მოვიყვანო მეც ეს ჩემი შეყვარებული ისი არ უნდა მოსვლა და იქნებ ასე მოვიყვანო. წყვილების მაფია გვინდა. წყვილების მაფია გვინდა და დაწერეთ წყვილები. იცი მოსვლა. ძალიან მოწონს ზოგადად მაფია რა. მოდი თავიდან თქვათ. მეგობრებო, ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ წყვილების მაფია. კომენტარებში დაგვიწერეთ რომელი წყვილები მოვიყვანოთ. ერთი ლოლა და მისი შეყვარებული. მე არ მინდა რომ გავაკეთოთ ოჯახები დაინტერესდეს. არა, კაცო. ეხლა ნახე, ძალიან უყვარს ჩემს შეყვარებულს ზოგადად მაფია და ძალიან მოსწონს. უბრალოდ. აი, ეზიზღება ტყუილი. ვერ იტყუება. არა, სამ ყველაფრის ნიჩა. რომ თამაშობთ ამ ავალონსაც და ამოსთვის ეს ბოროტი ადამიანი ხელი თამაშს ის. თუ მოქალაქეა, რას აკეთებს იცი? აი გიჟდება. მახარასა ვიტყობ. აი ესეა, ხო რა და ვერ იტყუება და ერთ-ერთი მიზეზი, აი მაგალითად მაფიაში რატო არ გინდა მეთქი რომ ვეუბნები, მაგას პასუხობს, რომ აი ცუდი როლი რო ამომივიდეს, აი არ მინდაო, იმიტომ რომ ვიცი რომ ვერ მოვიტყუები და ესე უნდა ვიჯდეო რა და ეგ არის ერთ-ერთი რომ ვერ იტყუება და არ უნდა. აი, გული დამეწვია. მე შობლის ძარღვი გაწყვეტილი აქ. ბიჭო, მოტყუებას რა. მე ცხოვრებაშიც ეგრე არის. ვიღაცემა დაწერეს ანანო როგორ იტყუებოდა. საერთოდ არ ვიტყუები თამაშის დროს. სიმართლეს ვამბობ და პატიოსნები როგორ წემალძეს ხედან ხოლმე. იცით რა რამდენ შეცდომას უშვებენ? ყველაფერს ვამბობ არგუმენტად. არაფერი არ მომიტყუები, არავისთვის არაფერი დამიბრალებია. ერთადერთი მაქსიმუმ იმას ვიტყუებოდა რომ რა როლი მაქვს. ეგ უნდა მოიტყუო. ხო, ეგ უნდა მოიტყუო. მე ვარ გიორგი და მე ვარ პატიოსანი მოქალაქე, ეგ ტყუილი. ეგ არ არის ტყუილი. ტყუილი იქნებოდა რაც არ თქვა ის რომ დავაბრალო რა თქვა. ხო. 5 ნომერი მგონია პატიოსანი და შენ რო თქვა რომ 5 ნომერზე შენ მაფიოზი თქვი ეგ არის ტყუილი. ეგ არის ტყუილი, მართლა ტყუილი და დანარჩენი არის არგუმენტები. ხდება ხოლმე და ეგეთებიც მოსულა. ხო, ნუ რა უნდა ქნა ცუდი ტიპი რო ხო, ნუ თქვა რომ კაი ხარ და ტყუილია რა უნდა ქნა, ეგ არის თამაში. მაგიტო იყო, მაგრა რო ვითამაში პირველს. ხო რა, ანუ არ გეკონდათ ცხოვრებაშიც ეგეთი, თან ვიღაცემა დაწერეს რა რო აი აუ რა კარგად ითამაშა რა მაგარი გოგოა, მაგრამ იტყუებოდა, მაგრამ ეს ცხოვრებაში რა იქნება? არა ხახნო მეზიზღება ტყუილი და ესეც ტყუილი იყო. არა, აი არ შემიძლია ბოდიში, მაგრამ ვერ. აი ეგეთი ტყუილებს რა რომ ხალხმა შენზე იცოდეს. და არ იცის. ან ეშლება. ჰეილი ბიბერი ხარ და მაგას გიკითხები. My heart. აუ. ჩემი გული. ჰეილი ძალიან უწევს, ძალიან კაი გოგოა. მე არ ვიცი ვინ არის.
Justin Bieber-ის ცოლი. ვიცი. Great. მე სახელებს ვერ მახსოვს. რა მინდა რომ ჩემ შესახებ იცოდნენ, რომ ვარ ძალიან შრომის მოყვარე ადამიანი რა, მართლა მაგ რაღაცას Max Kills ძალიან ვაფასებ ჩემ თავში. რომ ძალიან შრომის მოყვარე ადამიანი ვარ, ყოველთვის ჩემი თავისგან ვითხოვ მაქსიმუმს, ყოველთვის იმას ვითხოვ, რომ ვიყო სწორი. კითხვა კიდე. ყველით სწორი არა. შენ იცი რა კარპონჩი სწორი. YouTuber-ობა უნდა დაიწყო, ვლოგები. დაიწყო. მაგას ვაპირებ. გოგომ დიდი ეგ მინდა და აი ხო გადავიღე ხო მე ეს ვლოგები. ეხლა მინდა რომ დავიწყო როგორი რაღაცები, იცი, იმდენი რაღაც ფიქრი, იმდენი ფიქრი და განცდა მაქვს უგადად ჩემ თავში, რომ მინდა რომ დავჩე და ეს ყველაფერი მოვუყვე ხალხს. აი მაგალითად იმ დღეს რომ დავწერო იმ მაკიაჟად ჩემი თავი, აი რამდენი მომწერო, მე მაგას ვერ ვიფიქრებდი შენზე. რა თქმა უნდა მე რა ფიქრები მაქვს თქვენ რო იგიცოდეთ, შეიძლება გააფრინდო პროსტა. ეგ მინდა რომ დავიწყო, მაგრამ ძალიან ფსიქიატრები შეიძლება გირჩიო. სტუდია, კი, ეგ ხოცალდი, ანუ ძალიან ოკეი. რთული არის მესმის, მე კვირაში ერთი ვიდეო რამენაირად ძალიან თან დაუედითებელი შეგიძლია დადო რა, მოგისმენენ უეჭველი. მე ხა YouTube-ის არა, მენეჯერი. მე ვერ გავბედავ მაგას. YouTube-ის მენეჯერული კუთხით რა, რომ ნახე შენ ძალიან ბევრ ადამიანს შემოიყვან YouTube-ში. კი. იმიტომ რომ TikTok-ზე და Instagram-ზე ხარ ძალიან პოპულარული. YouTube-ში სხვათა შორის. ერთადერთი რა არის, იცი? და ძალიან მაგარი იქნება. აი, პირველი ვიტყვი ხარ, ესეთი არ არის. მინდა რომ შემდეგი ვიდეო გადავიღო, ესეთი, რომ make-up tutorial-ი გადავიღო, რომ მე რა სკილები მაქვს და რა არის ჩემი რაღაც, როცა ადამიანი დავჯექი და ჩემი თვითონ make-up-ის აი ეგ მინდა. და მინდა ვიბაზრო ზუსტად მაგ საკითხზე, რომ არ მომწოს მე ჩემი თავი უმაკიაჟო და რამდენ გოგოსაც უხებს ეგ პრობლემა. რა განცდები მაქვს? უბრალოდ ჩემთვის რა არის ხა, იცი, მაგ საკითხსაც რო ვფიქრობ, რა თემები არის ჩემ ტვინში, მეტირება. ეხლა ხალხს შეგვიძლია მოვადგა. აი ძალიან სენსიტიურად აღვიქვა ხალხი. ეგით რაღაცებს, მაგრამ თან არ მინდა რომ ძალიან ემოციური და მტირალა და რაღაც ეგეთი ტიპი გამოვჩნდე, იმიტომ რომ მსგავს საკითხებზე რომ ვლაპარაკობ ჩემს ყველაზე დიდ ინსეკიურიტიებზე და ეგეთ რაღაცეებზე, მინდა არ მინდა ეს ემოციები მიდევს რა შინაგანად და ძალიან სენსიტიური ხდები მე და თანამ დროს როგორი ტიპი ვარ, იცი, მეორე პლანზე, რომ აი ესეთი გოგო ვარ, იმანის არ უნდა მითხრას, აქედან მეორე ყოს კი არა, მე აქეთ მე შემოვარტყავ, აი ცოტა ეგ მაქვს, იმიტომ რომ ცხოვრება სამწუხაროდ ეგრე არის, რომ მომიწია 14 წლიდან, დიდი აგრესიის და ძალიან დიდი ბულინგის შემდეგ გავჩნდი ეგეთი ტიპი, რომ აი ესე ვდგავარ ყველგან, რომ ვერ ვარ მუშებული, ძალიან სამწუხაროდ. ეგ არის ხალხის მოსახურება რა ვქნა. სადაც უფრო იმ ხარეს და ინახავენ შენ რა ხარეც ხარ. ხარ. და კიდევ ერთ რაღაცას ვეტყვი რა, რომ აუცილებელი არ არის ყოველთვის შენი ომო. ან ხე ხალხ შენი ეს მოწყულად იმხარე და მე სხვები დაგიცავენ. აცადე რომ სხვებმაც დაგიცვან. შენ თუ სულ ყველას ეომე და შენ უპასუხე და ასე შენ ცოტა ჩამოშორდი მაგ ამბავს. უთხარი ადამიანებს რო წqins და გულთან ახლო მიგებ, იცოდნენ, ვინც ცუც გიწერს, იმანაც იცის რო გაწყენინებს რა და ბარემ იმათმაც იცოდნენ, ვინც კარგს გიწერს, რომ უფრო მეტად გაუჩნდეს სურვილი, რომ დაგიცვას. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ვისაც შენთვის კარგის დაწერა უნდა და შენი დაცვა უნდა იფიქროს რომ ეს გოგო ხო რკინისაა და მოდი აღარ დავიცავ ჩემი დაცვა არ შეიძლება. მე მგონია რომ ეგ იმიჯი მაქვს ხალხში რომ მე სტუდენტობისას ხონდა ეგ და ესე ვარ, გონიათ რომ აი მაგრა კიდია ეხლა ამას და ამ დროს ღამის 2 საათზე ვზივარ და ვფიქრობ რომ რატომ მე თუ აი რატომ უნდა ადამიანს რო იჭერდი დაეწერა. რკინის ლედი ხო, მგონია რომ მართლა მე სტუდენტობისას ვიყავი, რომ აი ყველას სათქმელს მე ვამბობდი და ყველაზე მეტი მე მხვდებოდა და არავინ არ მიცოდა, იმიტომ რომ შენ რა დაცვა გინდა ისეთი ხარა. როგორ არ მინდა, უბრალოდ დაფიქსირე რომ ხარს მიჭერ, ეგეც საკმარისია ჩემთვის რა. და შენ რო დაანახებ შენ ხალხს, ვისაც უყვარ ხარ, რომ ისევ იმას უნდა დაანახო, ვისაც უყვარ ხარ და შეიძლება იმასაც შეუყვარ და ვისაც აქამდე სხვანაირი ეგონე. კი, ერთი აი ეხლა რაც თქვი მაგ თემის ორ რაღაცას შავშლი. ერთი ის რომ აი მოვდუნდე და მაგალითად სხვას ვაცავდო, ხო იქნებ სხვა აგვარებს მაგ საკითხს მაგალითად მე რომ აპულინგები და მე არ გავცე ყოველს პასუხი. როგორი ტიპი ვარ, იცი, არ მიყვარს ადამიანების შეწუხება. აი ყველაზე მარტივ რაღაცას გეტყვი, ფოტო გადამიღე რომ უთხრა ადამიანს, მოვკვდები, იმიტომ რომ არ შემიძლია, არ მიყვარს სხვების შეწუხება. თუ შენ რომ მოიხვიდე და მთხოვ ფოტო გადამიღე, თავზე გადაყვები, აბა ის აქ იქ და აბა აქ და ის ვნა. მე არ შემიძლია, ვერ ვაწუხებ ხალხს. თუნდაც და მე ან რა არის, იცი, ცუდი რომ ცედაღაც მოვდივარ და მე ყველაზე ცუდი ფოტოები მრჩება და სხვებს ძალიან კაი. იმიტომ რომ აი მაგას ძალიან კაი ხედვა მაქვს და მე ვიცი სად როგორ გადავიღო.
ეგ არის ეგ ამბავი და მე მერჩები ესე ერთი ეგ არის ხალხი შეწუხება არ მიყვარს და რატო უნდა დადგეს ვიღაცა ჩემ გამო და ვი რა კარგი ფოტოა ის წინაჯობდა მანე აი ნახე ჯითუს კოკო ვერსია ხო და ერთი ეგ არის და მეორე და მავიწყდა ხალხი შეწუხება არ გიყვარს და შეწუხება არ მიყვარს რაღაცაზე ამბობდი კიდე და დავავიწყდა რა იყო მეორე კაი არა ხო ნუ გინდა რომ იცოდნენ რომ ძალიან ძლიერი ხარ და არ გაქვს ხო და გამახსენდა ბოდიში აი ნახე თუდაც ის რომ აი მაგალითად მწყიის იდეაში რომ ხალხი ცუდ კომენტარებს მიწერს მე ამაზე ლაპარაკი კი არ მინდა მე მინდა რომ ისეთი პერსონა გავხდე და ისე განვითარდე და იმდენად ჩავიშალო ჩემ სულში და ჩემ გონებაში რომ საერთოდ გავფილტრო ეგ ყველაფერი ისეთი თქოს არაფერი არ არის მიხვდი სანამ მაგას იზამ შეგიძლია სიტყვები გაფილტრო კი აუცილებლად და ნაბიჯ მიყვე მაგ საკითხს რა მე მინდა პირველ რიგში რომ ეგეთი ტიპი ვიყო რომ მე მეკიდოს ეგ ყველაფერი რა ვიდრე სხვას მაგრამ როგორც აღვნიშნე არა ისე რომ ეგ ლოგი ბოლომდე გათიშული მქონდეს შავია ის სიტყვები გაფილტრე არა კი მაგ TikTok-ზე რაღაც სიტყვები გაფილტრული მეც გაფილტრული მაქვს აბარა კი რაღაც სიტყვები მაქვს ჩაწერილი ანუ ვერ დაკომენტარები გაფილტრული რომ რაღაცა დებილობა არ დაგიწორო მე მეგონა ბაზარში გაფილტრებ სიტყვები არა TikTok-ზე რა უნდა მიუთით რაღაც სიტყვები რასაც ვერ დააკომენტარებენ ეგენი მეც მაქვს კი ჩემი აუ რა ცუდი ტიპი მეგონე რა რატო იცო არა ჯით ხალებს ყვეს ჩვენ პირდაპირ მე ვფიქრობ რომ შენ რა შენი პერსონალიტი რო უკან წინო წამოწიო უფრო რა ამისთვის დაგეხმარება YouTube, ბლოგები, რაღაცა ესეთი ინტერვიუები და ეგ რო აკეთო პროსტა, ეგ გააკეთებს იმას რის გაკეთებაც გინდა რა. ეგ შენ თბილ მხარეს წინ წამოწევს. იცი რას ვფიქრობ? მე მაგალითად ვუყურებ ხოლმე ქართველ გოგოებს, YouTuber-ებს, ლინაკოს, კი, ფოქსის, ხათოს და კიდე თუ ვიღაცები მოვიწყდება, არ ვიცი რა, მაგრამ ეს სამი გამახსენდა რა. თუ ანანო ვერ გავიგერათ ანანო აუ შენ ბევრი თემის unboxing კიდე ხო? ანანო ეხა შინაური არის და შინაური რო თქვა მე იტყვი ჩაწყობილია. მე გეტყვი რა. ჩემი აზრით შენი პრობლემა საბოლოო ჯამში იქ არის რომ ის არის რომ სანამ შენ სოციალურ ქსელებს წინ წამოწევდი და შენი სოციალური ქსელებიდან ხალხი გაგიცნო და სხვა გადაცემებიდან გაგიცნეს და აი იქაური შეგრძნებები დარჩა ტვინში ხალხს და მე ეხლა აქ მოხვედი და შენ ხარხზე სხვანაირად დაგინახავ და ეს სულ სხვანაირად იმოქმედებს მე მაყურებელზეც რა. ანუ გონია რომ ჯერ შენ უნდა გაგიცნონ და მე უნდა გიყურონ სხვების გადაცემებში, იმიტომ რომ სხვა რას გეტყვის და რაზე გალაპარაკებს, მაგას ვერ გააკონტროლებ რა და შეიძლება ისეთ რაღაცებზე გალაპარაკონ, რაც ან არ გინდა, ან არ იცი და ცოტა სხვანაირად გამოგაშინონ რა. ესეც საფრთხილოა. ჰე აი ეს გადაცემა რო არის დღემდე რო ყველა მაგას ხვდები. აი არ შემიძლია გადაცემა შეიძლება თავი მოვიკლა ეგ ვიდეო რო კიდევ ერთხელ სამი შევხვდეს. მე რო ვიყავი მისული, მისწერ საქართველო თუ რაღაც. ანუ ხალხო მანდ პირველ რიგში ანუ ვიცი რომ თქვენს ძალიან ბევრს არ მოწოს ეგ ვიდეო და არც მე ამოწოს. ამიტომ მოჭრაობ და თვალებში ეტყობ. ანტიდოტის ვიდეო. ანტიდოტის ვიდეო. ეგ არის კოშმარი ვიდეო. კოშმარი აი ზუსტად მაგაზე მინდა რომ ხაზი გაუსვა. 17 წლის ვიყავი მანდ. მე არნაირი ნეგატიური განწყობა არ მქონია მაგ ვიდეოს რო. მე მგონი შეიძლება 17-ისაც არ ვიყავი, შეიძლება უნდა გავხტარიყავი 17-ის თუ არ ვწდები. ხო 22-ის. 3-ის ვწდები. რა 17? 15 წლისაც არ იქნებოდი. ძალიან დიდი არა 2019 წლის წინ 5 წლის წინ არის ხო 17-ის ვიყავ 2019 წელს 17-ის მე ცოტა მათემატიკაზე ხო ნახე აი ვიყავი 17-ის ხდებოდი დიდელბოთების მაგ წელს 16-ის ვიყავი ძალიან ბევრი ბექგრაუნდი აქვს მაგ ვიდეოს მე თუ მკითხავ აი როგორც პერსონა ხა მან ჩემთვის ხალხ ნაგინებია აქვს ცხოვრებაში რომ აი არავის არ გინებია ჯამში ალბათ ჩემი კარიერის განმავლობაში ისეთი საშინელი კომენტარები წერია მინდა რომ აი სულ მაგას ვაყო მინდა რომ იმდენი ფული ვიშოვო რომ ამ ანტიდოტის მფლობელს დავუკავშირდე გადაგუხადო ეს ფული რომ ეგ ვიდეო წაშალოს და გააქროს რა პრობლემაა და რა ვინ წაგეშლის პროსტაზე არ წაშლის იმიტომ რომ მილიონობით ნახვა აქვს მაგ ვიდეოს რა შეაწყობს რომ წაშალოს მაშინ ძალიან ცოტას წერდა YouTube-ი და ვაფშე ვერ იშოვები და მაგ YouTube-ი არა Facebook-ზე Facebook-ზე სულ ვერ იშოვი და ფულს და დაიკიდე არ ვიცი რაც არის კაცო არა ვიდეოს არა ეგა ჩემი მიზანი რომ ეგ ვიდეო წავშალო ეხლა ნახე ან ხალხო გასპამეთ მიწერეთ ამ ადამიანს რომ ვიდეო წამიშალოს ხო ნახეთ აქ კიდე რას ვიტყვი რა მაგ ვიდეოს თხოვთ რა პრობლემაა იქ აქ წავიშლის
რა იცი თუ არ გიცდი უნდა სცადო. ხო და ნახე ახლა მინდა რომ ზოგადად ეგ ვიდეო ჩავშალო რა როგორ რანაირად მოხდა. ჯერ პირველ რიგში დავიწყოთ ვარ 16 ან 17 წლის არც მახსოვს. მეორე არის ის რომ წინა ღამეს მამაჩემს დაიწყო სამსახური. არ ვიცი საიდან როგორ რანაირად 60,000 ლარის დოლარის ვალში გადავარდით. და როგორ ვარ იცი რომ ვფიქრობ ლეპტოპი უნდა გავყიდო, კამერა უნდა გავყიდო, ტელეფონი უნდა გავყიდო, რომ რაღაცნაირად დავეხმარო მამაჩემს, რომ რაღაცა გავაკეთოთ რა. ეგ იყო ძალიან ცუდად მახსოვს, იყო წინა ღამე მაგ ყველაფრის და ვიცოდი რომ ამ გადაცემაში რომ ვისულიყავი და შეპირებული ვიყავი და ვერ თუ რაღაცა რა. ხო და ნუ საბოლოოდ გამოვედით ეხლა მაგ ყველაფრიდან ღერც მადლობა მოვახერხეთ, მაგრამ მივედი წარმოვიდგინე მეორე დღეს ამ გადაცემაში, რომ აი რო ვიცი წინა ღამეს ხალხთან მთელი ღამე მაგ გათენებული იმაზე, რომ როგორ შეიძლება ოჯახი გადავრჩეთ, რომ პურის ფული მაინც გქონდეს, რომ სამსახური აღარ აქვს მამაჩემს და რა უნდა გავაკეთოთ. და თან დედაჩემი და მამაჩემიც ერთად მუშაობენ. ხო და მეორე დღეს აი ამ აგონიაში რო ვარ მთელი ღამის, ნაფიქრი რო ეხლა ის უნდა ოქნა, 16 წლის ბავშვი, გოგოთან. მივედი ამ გადაცემაში, არაფერი არ მედარდება, 16 წლის ბავშვი ვარ, ხო? აი 16 წლის ბავშვი ვარ. თხოვენ არჩიე სიმპათიური ბიჭი, რა ვიბზივარ და ვარჩევ რა. ამომიგდო ხნიერი მამაკაცი, რომელზეც კომენტარი არ გავაკეთე და ეს იყო ზურაბ ყიფშიძე. ხალხს გონია რომ მე ზურაბ ყიფშიძე არ ვიცი, მაგრამ არაჩვეულებრივი მსახიობი არის ზურაბ ყიფშიძე და მე ვფიქრობ რომ ჩემ ასაკის 16 წლის გოგოსთან ეკაცი არც უნდა ჩაისვათ საერთოდ და უბრალოდ კომენტარი არ გავაკეთე და ისე გადავედი ამ ვიდეოს და ამ ხალხს მე გონია რომ ზურაბ ყიფშიძე არ ვიცი და ძალიან კარგად ვიცი და არაჩვეულებრივი ადამიანია. შემდეგ ნიკა TMG არ ვიცოდი, ძალიან სამწუხაროა რომ არ ვიცოდი და ძალიან დიდ პატივს ვცემ მე ზოგადად ამ ადამიანს და მის community-საც, იმიტომ რომ ვიცი რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იუთუბერი, რომელზეც უამრავი გამომწერი ყავს თურმე და არ ვიცოდი ეს ყველაფერი და არ ვიცოდი, სამწუხაროა არ ვიცოდი, ყველას მაშინ კი ეს ხალხი YouTube საერთოდ არც კი ვუყურებდი, ხო? და არანაირი პრობლემა არ არის ის, რომ მე ვიღაცა არ იცოდეს ჩემ მიმართ რაღაც. ანუ საერთოდ არც ვიცოდეს, არანაირი პრობლემა არ მაქვს და ნუ იდეაში ეს იყო ეს ყველაფერი ის რომ celebrity ხალხი უნდა ყოფილიყო და არ ვიცოდი ვინ იყო ნიკა TMG და მეთქი ეს celebrity ვინ არის თქო ვიკითხე და დღემდე ხალხ ნუ რამდენი წელია გასული არ ვიცი დღემდე მაგას მიკომენტარებენ ვინ არის ეს celebrity ვინ არის ეს celebrity ვინ არის ეს celebrity ეხა იცნობ და ეპიკური პოდკასტის ეპიკური სტუმარი ანილობა მე მინდა რომ ერთხელ მე და ნიკა TMG-ს გვათამაშოთ ერთხელ ერთად მაფია, იმიტომ რომ ეს ადამიანი ეს ადამიანი არის სარმინაღოს პირისპირ და მინდა რომ კი კიდე უნდა მეთქვა რომ გააცნო ერთმანეთი არ მინდა ხავს და ამ ხელა ამბავია ხალხ მოაწეული მე როგორ არ ნოვიცო მე მოგიყვანოს თავის ვიდეოში მიმები დალაიქეთ ერთად და არა უეჭველი ხა დიდი ალბათობით ნიკა TMG-ს მაგრა სადღაც მოიცა იმაზე რომ ხახეული ვყავარ უეჭველი და დიდი ალბათობით კი მე მახსოვს მე მგონი ნიკა TMG-ს აქვს გადაღებული ვიდეო რეაქციების და უეჭველი ვიქნებოდი მე რომ მაგაზე ვინ არის მეთქი თქვი და რა პრობლემაა ხალხმა რომ არ გიცნობს ვიღაც ადამიანი და ამბობს ვინ არის ნუ გაიკიდე ხა ისიც პროსტა ვიდეოს პონჩი იღებს თორე ხა აი რა თქმა უნდა ეგრე ჰიტასაც ხო ჰიტასაც და ეგეც ვიდეოს პონჩი ეს ზივარ მეთქი და რა ქედი ახო იცი მამაჩემმა რო აღმოაჩინა მე ხო დალაგდით დავლაგე აუცილებლად იმიტომ რომ მაფიამ შეარიგა ჰიტა და მაფიის და ჩემი დიპლომატიის დამსახურება რომ ვაფშე ჰიტას აი ჰიტა არის არაჩვეულებრივი ჰიტას საერთოდ სახელზე კიდე ეგეთი რაღაცა ძალიან ჭკვიანი ადამიანია მართლა და ვგიჟდები ჰიტას კონტენტზე სულ ვუყურებ მაგრამ მაშინ ნაწყენი იყავა მაშინ მეწყინა ხო რა ნიკაც და ეგ პირდაპირ ვუხარი მე რომ ჰიტა მე ვიცნობ ნიკას რა და ძალიან ჭკვიანი შრომის მოყარე მაფიაც ძალიან უყვარს ეს თალკე ის არის რა ლეგალია თალკე უნდა ეწეროს მართლა ანუ ერთხელ კი გადაგვაგდო ვერ მოვიდა ცუდად გახდა მაგრამ ნიკაზეა საუბარი ანუ ხო რა ანუ ძალიან კაი ტიპი არის რა დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგი ტიპი იმიტომ რომ YouTube-ზე გვაცადე რომ ჩვენ დაგიცვათ ხოლმე არ გჭირდება შენ სულ ხმლით სირბილი გასაგებია მართლა ძალიან დადებითად ვარ ნიკას მიმართაც და ნიკას community-ს ძალიან მიხარია რომ ამ თემაზეც ვისაუბროთ საერთოდ ხო არა ვისაუბროთ დავხუროთ ესა ხო დაიხურათ ვიყავით 16 წლის ბავშვი მოგიყევით background-იც და დავიკიდო ხალხო დრო გადის წლები გადის თქვენ არ იცით მე მგონია რომ იქ ხალხი ამ პოდკასტს არ უყურებს მაგრამ თუ გია TikTok-ზე დავდებთ ამას ამოუჭრით უყურებ და ვიღაცას ეტყვის შეიძლება რომ ძალიან მარტივად 7 წელი რო გავა მე ზუსტად ვიცი ამ ინტერვიუზე ვიცინებ მე
აი ზუსტ ეგრე არის რა გადის წლები გემატება აზროვნება სხვანაირი ადამიანი ხარ აფასებს სხვა რაღაცებს და მე ზიხარ და ამოქმნარ იცი რა გააკეთე ეხლა გეტყვი მაგარი იუთუბერი აი რას ნიშნავს იუთუბერი რო ხარ შენ თვითონ უნდა დაარეაქტო ეგ ანტიდოტის ვიდეო და ეგ ვიდეო გადაიღო იუთუბზე ნიკა TMG-სთან ერთად აუ მე დავალაგებ ამ თემას აგილაგებ არა მოვდივართ ფულრუმ მაფიაში მე და შენ ვждებით ერთად იმიტომ რომ სახლში რემონტი ჩვენ კონსილი დიდი სიამოვნებაა საერთო ვიდეო გადაიღეთ კი და ვამბობთ რომ ვართ ფულრუმ მაფიაში გამისპამეთ ნიკა TMG თუ შეიძლება ვიდეოში მოვდივართ ჩემი შემდეგი YouTube ვიდეო იქნება ესეთი და კრედიტები არის ანანოსი ვაუ რომ მე და ნიკა TMG ერთად ვხედავთ ვუყურებთ ჩემ ანტიდოტის ვიდეოს და მე ვუყურებთ ნიკა იტაცი მე შემოვაკითხა იტა შემოვა კადრში აი ესე გადაწყდა გამისპამეთ ნიკა TMG თუ შეიძლება ძალიან საყვარელი ვიდეო იქნება ჩვენი თან პირველი ერთ-ერთად შეხვედრა იქნება და ძალიან მაგარი იქნება თუ ერთმანეთს აი ეგრე გავიცნობთ და შევხვდებით ეგრე მე დარწმუნებული ვარ დაგთახტება ნიკა აბა რა და შენმა community აღარ დამაჰერია ანუ საბოლოო ჯამში არის ისე რომ ვიდეოს როდესაც ჩვენ იუთუბერები ვიღებთ იმ ვიდეოს უკან მით უმეტეს დიდი პროექტების უკან ისეთი რაღაცები ხდება რომ კადრში ვერ მოგვაქვს თქვენამდე ელემენტარულად თამაშის დროსაც კი ისეთი რაღაცები ხდება რომ 4 კამერა ვერ ასწრებს გადაღებას და მით უმეტეს ეს უკანა ისტორია რაც ახლა ანი მოყვა დარწმუნებული ვარ რომ არავინ იცოდით და სტრესში გადაცემა იცი რომ ვიღაცა გიყურებს რთული არის რა აუ ხო რა და ამ კარგ ნოტაზე დავამთავროთ მაგრამ ის ცეკვა რო არა ვარ გეხვეწები ჯითუ რა ერთშაბით პროსტა მუსიკა რა მუსიკა ჩაგირთა და რამე მოგვიფიქრე და ორი მოძრაობა გასწავლი და წავიცეკოთ რა მიდი რა მინდა რა ჯითუ ვაცეკოთ ხო მოცეკვეს უკვე კიდე უნდა იცი ცეკვა არ არის ზედმეტი ცეკვა ესეთი მუსიკა გვაქვს ახალი მუსიკა უკაცრავად და ცეკვა არის რომელსაც არ ჭირდება არც ეროვნება არც ენის ცოდნა არაფერი რელიგია ანუ ცეკვა არის ისეთი რაღაც რომ ყველანაირი ჯიშის ადამიანი შეუძლია გაუგოწა ერთმანეთს ამაზე ვერ ვიცი რა მეწაი ცეკვა და დავამთავროთ მიდი ჯითუ ადგილზე წავიცეკოთ მოდი სკამს გავწევდა დავით მიდი ჯითუ ნახე აი ძალიან მარტივ დადაკი არა ეს სახის ეს კამერა დაიჭირა ხელები ფეხები განზე მუხლები ჩაჯექი და ახლა ნახე მარჯვნივ მარცხნივ მარჯვნივ 7 8 მუხლებს ჩაჯექი 2 3 4 ნახე ჩემო კარგო შენ ამას აკეთებ მე მინდა რომ გააჩერო თეძო არ გჭირდება მხოლოდ ზედა ნაწილი გადავდივარ გვერდზე გადადი ერთი კაი მე რა ხდება? ეხლა ეს დაიჭირე ხელი. ძალიან, ეხლა თეძო. 1 2 3 ამერს ვერ ვაკეთე. 4 და მე ხუდი მოიხარ. 1 ესე ერთი დაშალა განსტერილი. წავიდა. 1 2 ოუ, შენ GTA-ს კლიპში გადაგიღეს, ხო? 4 კი, მიდი გაიარა. GTA-სნაირად გაიარა. ვერ და მოხდება ამას მაგრამ მიდი. როგორ? GTA არ როგორ ვიცი. სამახსოვს ესე. ცოტა როგორია. მიდი. დაიმშვიდობე ხა მაყურებელს. ჯითო დაიმშვიდობე. კარგად. კაი იყო.